მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ გიორგი ახალკაციშვილს. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგვარ მისიას ახალგაზრდობის და ქართული საზოგადოების განათლების იმ საშუალებებით, რა საშუალებების ჩვენ გვაქვს და იმ შესაძლებლობებით, რა შესაძლებლობებიც გვაქვს. მოგვიტევეთ თუ რაღაც არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენს ბევრი რამ არ ვიცით, ცხადია. მაგრამ ცდილობა გულწრფელია და დღეს მეგობრებო ჩვენ გვაქვს ისეთი ეპოქა და ისეთი თემა გასახელმელი, რომ რა ვიცი, ახლა არ გვიმართლებს იმაში, რომ არ არის ჰოლივუდის ბიუჯეტი, არ არის რაღაცა ესეთი კინემატოგრაფის დიდი ინტერესი, თორე სამეფო კარის თამაშებში არსებული ინტრიგები ამასთან შედარებით არის საკმაოდ ესეთი ხულუბრყვილო ბავშვური თამაშები. ნამდვილად ასეა, ნამდვილად. და რაზე საუბრობთ? ჩვენ საუბრობთ შაჰ-აბასის ლაშქრობებზე და ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურაზე, რომელიც მრავალი დისკუსიის მიზეზი ყოფილა, ეს არის გიორგი სააკაძე. არის ესეთი ნაშრომიც გიორგი სააკაძე, ქართველი ალკიბიადე. შეიძლება ზუსტი სახელები არ თქვი ახლა, მაგრამ ბევრი ადარებს. ავტორი ძალიან საინტერესო პარალელს ავლის. ალკიბიადე, რომელიც სპარტა ათენის პელოპონესის ომის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა არის, რომელიც იცვლის თავის პოზიციებს და ამ პოზიციების ცვლილება ხშირ შემთხვევაში თავისი პირადი ავანტიურით არის გამოწვეული, ან თავად გარემოცვიდან წამოსული იძულებითი იმპულსებით, სადაც არც ერთი მხარე არ ენდობა და ამავე დროს ორივე მხარისთვის უაღრესად ნიჭიერი და მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი საბოლოო გამოთიშვა აღმოჩნდა შემდეგ ათენისთვის ფატალური დასასრული და დამარცხება. აი ჩვენ შემთხვევაშიც რაღაც ასე მოხდა. ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ზოგადად ახლა ჩვენ ბოლოს გავჩერდით ისეთ თემაზე, რომელიც ეხებოდა, თუ სწორად მახსოვს, სიმონ პირველით მორჩით და ეხებოდა სწორედ აი 1578-1590 წლების ირან-ოსმალეთის ომს და ზუსტად ეს ის პერიოდია, როდესაც სეფიანთა ირანის ტახტზე მოდის შაჰი, რომელმაც სეფიანთა ირანის ისტორია რადიკალურად სხვა კუთხით წაიყვანა. აქამდე თუ გარკვეული წარუმატებლობები ჰქონდა ამ სახელმწიფოს ოსმალეთის იმპერიასთან და ზოგადად რაღაცა მაინდა-მაინც საქართველოსთანაც კი ჰქონდა იქ მძიმე ჭრილობები მოგვაყენა, თუმცა არც რაღაცა ვერ ახერხებდა ამ თავის მიზნებს ვერასდროს ვერ აღწევდა, ხო? მათ შორის იყო მეფეების შეპყრობა და სხვა და სხვა. აი მე-17 საუკუნე მაგალითად მე-16-დან იმით არის განსხვავებული, რომ ჯერ ერთი ეს არის წამებული მეფეების ეპოქა. აქ არის ორი ისეთი მეფე გვყავს, ეს არის ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი, ეს გახლავთ და შემდეგ არის თეიმურაზ პირველი კახეთის მეფე. არა, კახეთის მეფე, შემდეგ გარკვეული პერიოდი, აი მაგაზეც ვისაუბრებთ. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ 1587 წელს სეფიანთა ირანის ტახტზე მოვიდა შაჰ-აბას პირველი. ეს საკმაოდ ახალგაზრდა. მოდი დავახასიათოთ ეს ადამიანი, ამის ფსიქოტიპი რა არის? მე პირადად მიმაჩნია, როდესაც მის ბიოგრაფიას ვკითხულობ, ხა მისი ისტორიკოსები რა თქმა უნდა რეალურად არ პირიქით იქ ძალიან აღმატებულად არის ის ცნობილი. ისკანდერ მუშით ხელმძღვანელობასი. ისკანდერ მუში რა თქმა უნდა ის სპარსული ცნობები მასთან დაკავშირებით, ხო, ხა ოსმალები რომ დადებითად არ დაახაზიათებენ, ეს ფაქტია, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ტრის შეფასებაც სწორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, აი როგორც მაგალითად თემურლენგი იყო თავისი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი უდიდესი, ეს ჩვენთვის იყო უმძიმესი, მაგრამ ნუ ხა სამარყანდში მცხოვრებლებისთვის რო გვეკითხა, ალბათ იმათ სხვა პასუხი ექნებოდათ. ასევე სეფიანთა სპარსეთის ისტორიაში პირველად ხდება ირან-ოსმალეთის შორის თითქმის 11 ომი. და სწორედ ის ერთ-ერთი ომი, რომელიც მოგებულია, ეს სწორედ შაჰ-აბასის პერიოდში ხდება. როდესაც მან აღადგინა ფაქტობრივად მან ერთ მუშტად შეკრა სეფიანთა სპარსეთი და აქამდე თუ წინამორბედი სეფიანი შაჰები მაგალითად აი შაჰ თამაზი, შაჰ ისმაილი, დამფუძნებლები პირველი შაჰები ვინც იყვნენ, პრინციპში შაჰ-აბასიც პირველ შაჰებში შეიძლება გავიყვანოთ, იმიტომ რომ მან ისეთი გარდამტეხი პოლიტიკური როლი ითამაშა ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას,
განმარტებებაში. ფაქტია, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელი, იმიტომ რომ ეს მისი პირადი დამოკიდებულება ოჯახთან მიმართებაშიც, ზოგადად გარემოცვასთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ეს ჩანს, მით უმეტეს აი ქართველებთან მიმართებაში და სხვადასხვა. თუმცა მიუღებელი ელემენტების დასჯის პრაქტიკაც, რომელიც არ ამართლებს აი უბრალოდ რაციონალურ, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტებს. მასში არის რაღაცა ისეთი საჩვენებელი დასჯის პრაქტიკები, რომელიც სცილდება ჯანსაღ, ასე ვთქვათ, აზრს ჯანსაღ მოქმედებას. მაშინ ალბათ იკითხება უკვე ფსიქოლოგების კომპეტენციას თუ კი დავესესხებით, ალბათ რაღაცა სერიოზული ტრამვები, სექსუალური ტოლმები, რაღაცა დომინაციის, რაღაცა არანორმალური სურვილები და ობიექტურად არ არის ეს ადამიანი ჯანსაღი სულის. რასაკვირველი, აი მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, აი როგორც თემურლენგი მაგალითად ხო, მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარეც როგორც ჩანს, ეს ზოგადად ფსიქოლოგიურად ეთყობათ აი დიდ ლიდერებს, მაგრამ იმდენად მაგარი რეფორმების ავტორია, აი მაგალითად სეფიანთა სპარსეთი ყოველთვის მოკლებული იყო ხოლმე რეგულარულ არმიას, რომელიც აი მაგალითად ოსმალეთის იმპერიაში იენიჩართა კორპუსი იყო. წინაზე დავასახელე, რომ ოსმალეთის იმპერიაში 100-ზე მეტი სამხედრო შენაერთი არსებობდა. აქედან ზოგიერთი იყო თიმარული სისტემის, ანუ ფეოდალური სისტემის ნაწილი, რომ ბრძოლის ველზე თუ გავიდოდა ის მიწას მიიღებდა და სხვა და სხვა. აი, სეფიანთა სპარსეთის თავდაპირველი სამხედრო სტრუქტურა გაცილებით არის განსხვავებული და რაც მთავარი იყო ახლა აქ, შექმნა ეს რეგულარული არმია, შემოიტანა артиллерია, რაღაც ეს რომელიც დაეხმარა სხვათა შორის, აი და ისიც იქაც უმრავლესობა ქართველები შედიოდნენ. შაჰ-აბასის პერიოდი ეს ის პერიოდია, როდესაც ისპაჰანიდან დაწყებული ზოგადად ირანის დიდი ქალაქები ჩვეულებრივად იცნობენ ქართველ ბაგრატიონებსაც და ზოგადად აქედან წასულებს, მათ შორის არის უდიდესი საგვარეულო, ეს უნდილაძეები, რომლებიც აი სეფიანთა სპარსეთში საკმაოდ გახმაურებულ საგვარეულოდ არის წარმოჩენილი, არა და მარტო მაგას რო თავი დავანებოთ, აი მაგალითად, როდესაც 1601 წელს აი ალექსანდრე მეორე კახეთის მეფის რომელიც უკვე შეუძლოთ იყო და მისმა შვილმა დავით პირველმა მოსთხოვა რომ სამეფო ნიშნები გაეგზავნა, სხვათა შორის გაუგზავნა ესე მორჩილად, თუმცა აი დავითთან დაკავშირებით დიდხანს არ გაგრძელებულა მისი მმართველობა, იმიტომ რომ ნუ ფაქტობრივად მოსული არ იყო ხელისუფლების სათავეში, რომ 1602 წელს უკვე რაღაც გაურკვეველი მძიმე დაავადებით გარდაიცვალა და ეს ბერად აღკვეცილი ალექსანდრე მეორე მოაბრუნეს ხელისუფლების სათავეში. განსაკუთრებით ახლა კახეთზე რატო ამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ აი შაჰ-აბასი სწორედ ქართლისა და კახეთის უკავშირდება მისი ლაშქრობები, რაც მე-16 საუკუნეში კახეთმა დიპლომატიით გამოიჩინა თავი და ეცადა რომ რაღაც გარკვეული ფულისა და ფინანსების დახმარებით რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. აქ ჩვენ უკვე სხვა რეალობის წინაშე ვართ, მოდის დამპყრობელი, რომელმაც ამ შემთხვევაში გარკვეული დიპლომატიას არ ცნობს ეს ადამიანი. ცოტა მოგვიანებით კი მოუწია ამ ყველაფრის ცნობა, მაგრამ მე გულისხმობ პირველ ლაშქრობებს. ფაქტი ერთია, რომ ეხლა რაშია 1602 წელს, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მოაბრუნეს უკან აი ეს ალექსანდრე მეორე შაჰმა სწორედ აი ამ დროს მიდიოდა ირან-ოსმალეთის ომი 1603 წელს დაიწყო ეს დაპირისპირება და შეიძლება ითქვას 1611-12 წლამდე გაგრძელდა 1612 წელს გაფორმდა სტამბოლის საზავო ხელშეკრულება რომელიც ამ შემთხვევაში იმან მოიგო შაჰ-აბასის გამარჯვებით დასრულდა ეს არის სწორედ პასუხი 78-90 წლების ომის წაგებაზე მაშინ არ იყო ირანი მზად იმ ხელა დარტყმისთვის, რამ ხელა დარტყმაც მიაყენა ოსმალეთის იმპერიამ. ახლა უკვე მზად არის, იმიტომ რომ მოხდა რეგულარული ჯარის ჩამოყალიბება, მოხდა მეთოფეთა კორპუსის ჩამოყალიბება, იგივე თოფჩუები და ბოლოს და ბოლოს სეფიანთა სპარსეთი იმდენად ცნობილი სახელმწიფო გახდა, რომ მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები იყვნენ დაინტერესებული შაჰ-აბასთან თანამშრომლობით, ამ ადამიანში დაინახეს ევროპელებმა ძალიან დიდი მოკავშირე ოსმალების წინააღმდეგ. მთელი რიგი ევროპელი ელჩები ისხდნენ მის ასე ვთქვათ ისპაჰანის სასახლეში და მოგეხსენებათ სეფიანთა სპარსეთს რამდენიმე დედაქალაქი აქვს გამოცვლილი ხო სულ თავდაპირველად იყო თავრიზი შემდეგ თავრიზამდე ოსმალები ყოველთვის მარტივად მიდიოდნენ ხოლმე მარტივად როგორ მიდიოდნენ შემდეგ გადაიტანეს დედაქალაქი შაჰ-თამაზის პერიოდში ყაზვინში გადავიდა დედაქალაქი და შაჰ-აბასის პერიოდში უკვე დედაქალაქი 1599 წლიდან უკვე გადადის ისპაჰანში რომელიც უკვე ირანის გულშია ამიტომ იქამდე მისვლა
რა თქმა უნდა გაძნელდებოდა და შესაბამისად ისპაჰანში დაიდო რეზიდენცია ამ ადამიანმა მის კარზე აქტიურად მოღვაწეობდნენ ცხოვრობდნენ ქართველი ქალები ერთ-ერთი მათ შორის სწორედ აი ლუარსაბ მეორე ბაგრატიონის ოჯახიდან იყო და შესაბამისად აქ ეს კიდე უფრო ტრაგედია იყო იმიტომ რომ გარკვეულწილად ლუარსაც ვერ ეუბნებოდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში საუცილებლად წამოვიდოდა მთელი თავისი მხედრობით ჩვენ ამის გარკვეული პრეცედენტები გვაქვს საქართველოს ისტორიაში და რა ხდება ის აგზავნის ალექსანდრეს ერთ-ერთ შვილს აი დავით პირველის ძმას კონსტანტინე ხანს აგზავნის საქართველოში რომ საქართველოში არა უბრალოდ ის შირვანის ტერიტორიაზე ოსმალების გასაგდებად აგზავნის ამ ტერიტორიაზე და ჩამოდის ის კახეთში რა თქმა უნდა შაჰმა ეს იცოდა ეს შაჰის ნებართვის გარეშე არ მომხდარა და ნუ როდესაც ეს ანტისპარსული განწყობა იყო ამ აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით კახეთში ეს კონსტანტინე ხანი გამწარდა მოკლა ეს მეფე მამამისი ეს ალექსანდრე მეორე იქ მარტო კი არა კარავში ერთადერთი მისი ალავერდის იქ სასულიერო პირი იყო ხო ალავერდის მიტროპოლიტი რომ დაიჭრა და გადარჩა თორე იქ სასულიერო აი ზუსტად მთელი ოჯახი ამოჟლიტა რა ამის ტრაგედია დიახ და თვითონ დაიკავა ტახტი თუმცა ძალიან ცოტა ხნით იმიტომ რომ მაგას ვინ გააჩერებდა 1605 წელს მოგეხსენებათ იქ მოხდა ამბოხი და ის სიკვდილი ის მოკლეს ამ პერიოდში უკვე აი 1606 წლიდან ჩვენ საქართველოში ორი მეფე ყავს შეიძლება ითქვას აღმოსავლეთ ორივე შაჰ-აბას პირველის ნებართვით ტახტზე ასული აღმოსავლეთ საქართველოში თეიმურას პირველი კახეთს გულისხმობ თეიმურას პირველი და ქართლს გულისხმობ ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი რომელიც არის აი სწორედ სიმონ პირველის შვილიშვილი. ამიტომ ორივე მეფე არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, თუმცა ორივეს მოუწია ძალიან მძიმე პერიოდში მოღვაწეობა. ეხლა ამ დროს ჩნდება ზუსტად სახელი გიორგი სააკაძე. ეს არის ეპოქა გიორგი სააკაძისა. ადამიანი რომელიც არის არ ვიცი რამდენი წყაროც არსებობს და ადამიანი რამდენ წყაროსაც გაეცნობა ჩვენ არ ვიცით რა უნდა დავიჯეროთ იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა წყარო რაღაცა კუთხით ხა არის წყაროები რომელიც კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ რომ ლოგიკური კითხვები იბადება და ამ ლოგიკურ კითხვებს ნუ შესაბამისად პასუხის გაცემა სჭირდება და ხშირ შემთხვევაში ისეთ პასუხებამდე მივდივართ რომ შეიძლება დადგინდეს ეს არ არის მართალი ბევრია დაბრალება ბევრია გაბუქება, განსაკუთრებით გიორგი სააკაძის ფენომენი წამოიწია საბჭოთა კავშირის პერიოდში, სწორედ იოსებ სტალინის დამსახურებით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ორივე ქართლიდან, ორივე საქართველოსდან გაძევებული, ორივეს შვილი გაწირული იმან ნაცისტურ გერმანია ამან პაატა გაწირა რატომაც რაღაცა დაინახა ამ ადამიანში თავისი რაღაც გარკვეული პარალელებიც გაავლო გიორგი სააკაძე იდეოლოგიურად პატარა ჩადებული ეს რაღაცა რუსის დახმარების რუსი მოდის რაღაცა პატარა ეპიზოდი არის და კი ორი სცენარი პანისლამური ასე თქვა კულტურის მიმართ ეს ქსენოფობიური ასე თქვა განწყობების გაძლიერება ну ქართული ისტორიოგრაფია ამ მიმართულებით საკმაოდ ესეთ მნიშვნელოვან მეცადინეობას ეწეოდა სხვათა შორის. თან როდის გადაიღეს 1942 წელს არის გადაღებული, ამ დროს მიმდინარეობს ზუსტად გამწარებული ეს მეორე მსოფლიო ომია, როდესაც ნაცისტური გერმანია უკვე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა შემოსული 1941 წლის 22 ივნისიდან და ამ დროს ორი სცენარი წარუდგინეს. ერთი არის ლეონიძის სცენარი და მეორე არის ანტონოვსკაიას სცენარი, რომ ერთ დაიწუნა ეს ლეონიძის გავიდა რა, რომლის მიხედვითაც გადაიღეს შემდეგ ფილმი გიორგი სააკაძე თუმცა მაგ ფილმშიც ნუ მოგეხსენებათ ეხა საბჭოთა კავშირია და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე ეხა მოდი აი მივყვეთ ეს ცუდი თავად აზნაურობა ჩვეულებრივი სოციალისტური ბანაკის მიდგომა ეს ცუდი თავად აზნაურობა ეს რა მაგარი უბრალოდ ცუდი თავადობა და ეს ერთი აზნაური რომელიც ასეთი მაგარია როგორ ჩაგრავენ ამ ადამიანს სინამდვილეში ის იმად ბევრად ჯობია აქ უფრო მეტად წამოწევა უნდათ იმ ფაქტის ამ კომუნისტებს რომ თითქოს აი ეს მაღალი რანგის სტატუსის მქონეა და მეფეები მაგალითად ძალიან ცუდ როლში ყავთ გამოყვანილი თითქოს ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი არის უმწეო სუსტი იქ თეიმურას პირველი თითქოს მოღალატეა იმიტომ რომ ხელს უშლის საქართველოს გაერთიანებას სიტყვაზე აქ ისეთი სცენარი დაალაგდა ისტორიულად რომ ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს ხო ანუ თან ისე სხვათა შორის მაინც ძალიან უცნაური და საინტერესო მომენტი გვაქვს ჩვენს ისტორიაში და ისტორიოგრაფიაში რომ მთელი ჩვენი ისტორია ძირითადად მაინც მეფეთა ისტორიაა და ჩვენ ყავს
პერსონაჟი, არც ერთ დიდებული, მათ შორის არც ერისთავებია ეს განსაკუთრებული, რაღაცა არის ერისთავთა, ასე თქვა, მემატიანეების და ისინი, მაგრამ ძირითად ისტორიულ ნარატივში არ მონაწილეობენ არც ერთი. ცოტნე დადიანია ერთი რაღაც თავისი ეპიზოდით, რომელშიც მონაწილეობს და ამაზე ჩვენ გვისაუბრია და რომ ეს შეიძლება ძალიან გადაჭარბებული იყოს და რაღაცა სხვა ისტორია იყოს აბსოლუტურად. მაგრამ აი დანამდვილებით რომ მართლა მონაწილეობს რომელიც არ არის სამეფო წარმოშობის, არის რა ვიცი, სრულაზნაური და პრაქტიკულად აი ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს ისეთი ეპიზოდი, როცა ბაგრატიონთა გვარი, რომელიც რაღაცა უპირობო საკრალური პირობაა, რომ ის უნდა იყოს აუცილებლად მეფე. აი აქ რაღაცა როგორც ევროპულ ტრადიციაში არის, რომ თუ კი არა ეფექტურია ხო მაიორდომების ის რო იყო და უცებ პიპინ მოკლემ რო თქვა, ვინ უნდა იყოს მეფე, ვინც მეკნესის ასე თქვა კარს განადიდებს თუ ის ვინც არაფერს არ აკეთებს, აი რაღაცა კინაღამ აქამდე მივედით. აი ზუსტად კინაღამ აქამდე მივედით, კინაღამ სააკაცემ ხელში აიღო საერთოდ მეფობას. კი, არა, აქამდე მივაცხადია, მაგრამ იყო ეს ეპიზოდი. კი, იყო ნამდვილად მსგავსი რამ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ძალიან მაგარი მომენტი. ძალიან ეს არის ადამიანი, აი მე კიდევ ერთხელ გავმეორდები რა, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას ჩემი აზრით თავს მოვახვიო, მაგრამ ალბათ ეხა საინტერესო იქნება თვითონ ჩემი შეხედულებაც ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორი პიროვნება იცით, ესე იგი, თუ მისი ინტერესები ქვეყნის ინტერესებს ემთხვევა, მისი ინტერესები თუ ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს, მაშინ ამ შემთხვევაში ის ამ ყველაფერს მიიღებს, მაგრამ თუ მისი ინტერესები იკვეთება გარკვეულ ქვეყნის რაღაცა ინტერესად ძალიან ცუდად, მაშინ ის შეიძლება ზოგჯერ რაღაც ნეგატიურ ფიგურადაც დავინახოთ. აქ ეხა ბევრი შეკითხვა დაისმება, ამ შეკითხვებს შევეცდებით რომ პასუხი გავცეთ, იმიტომ რომ რატომღაც ეს გიორგი სააკაძე ამ ქართულ საზოგადოებაში როგორც დიდგორის ბრძოლა და სხვადასხვა ისეთი საკითხები, რომლებიც რეალურად ისტორიულად სხვანაირად არის წყაროებით დალაგებული, გადმოცემულია უფრო აი როგორც სადღეგრძელოს ტიპის ცნობები ამ ადამიანთან დაკავშირებით. და უფრო მეტად გაიგებ აი შვილი გაწირა, ასე შემდეგ. მე საერთოდ მიმაჩნია ფაქტად, რომ საერთოდ ბევრი განიხილავს ხოლმე თეიმურაზისა და გიორგის დაპირისპირებას მაგალითად. ხო, ეხლა მოხდებოდა თუ არ მოხდებოდა მათი დაპირისპირება, აუცილებლად მოხდებოდა, იმიტომ რომ ორივე არის თავისი ეპოქის უდიდესი პიროვნება. თეიმურაზ ჩემი აზრით ძალიან არასამართლიანად ლანძღავს გარკვეული ისტორიკოსი, აკრიტიკებს, მოდი ასე ვთქვათ, გარკვეულ ისტორიკოსთა ნაწილი და რა არის ყველა საინტერესო. გიორგი სააკაძემ თუ ერთი შვილი გაწირა, მაგალითად ხო, თეიმურაზ პირველმა სამი შვილი და დედა. და ხა შვილიშვილებზე და ასე შემდეგ, იმაზე საერთოდ აღარ ღირს ლაპარაკით. ან როგორ? ეს არის ყველაზე მძიმე ფაქტი. აი მანამდე მივალთ და აუცილებლად მე საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს აზრი ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენსაც ვიტყვით და აქ არის ერთი საკითხი. გიორგი სააკაძე თვითონ დაიბადა ახალი, 1570 წელს ნოსტე, სადაც მათი საგვარეულო კოშკიც არის, ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ რომ იმ ტერიტორიას განაგებდა გარკვეული პერიოდი, აი ცხინვალის მხარეც მის სამოურაოში შედიოდა და ძალიან იყო დაწინაურებული სამეფო კართან. ზოგადად ის იყო სიაუშის ძე, გიორგი სააკაძე და მისი წინაპრები სხვათა შორის მეფეების სამსახურში იყვნენ. აი მაგალითად სიაუშ სააკაძე ვახსენე ხა ხო? სვიმონის მრჩევლად გვევლინება რაღაცა გარკვეული პერიოდი. ამიტომ ეს საგვარეულო სამეფო ბაგრატიონთა კარზე ამ აზნაურთა დაწინაურებული, ისედაც იყო დაწინაურებული. და გიორგი სააკაძე თავისი მოღვაწეობით მე ვიტყოდი რომ იყო მსოფლიო აი იმ პერიოდში უფრო ზუსტი რომ თქვა მისთვის საქართველო იყო ძალიან პატარა. საქართველო იყო ძალიან პატარა ამ ადამიანს როდესაც გადის სხვა იმხელა იმპერიებში როგორც არის სეფიანთა სპარსეთი მაგალითად ხო იქ ნახეთ რას აკეთებს იქ გაშალა უკვე ფრთები და იქ მთელი რიგი საოცარი გამარჯვებები მოუტანა ირანს. ირანი ფაქტობრივად იმ პერიოდისთვის თუ უფრო მეტად გაძლიერდა, ეს მისი დამსახურებაა და მისი გამარჯვებების დამსახურებაა. აი ამ საკითხამდე მივალ გიორგის ეხლა ახალგაზრდობაზე ჩვენ ისედაც ბევრი არაფერი არ აგვაქვს მასზე ცნობები, ერთადერთი მისი სახელი ჩნდება 1609 წელი ტაშისკარის ბრძოლა. რომელიც არის სწორედ იმ პერიოდში 1608 წელს მოხდა აჯანყება სამცხეში. რომელიც წამოიწყო სამცხის ათაბაგის დაქვრივებულმა მეუღლემ სვიმონის ქალიშვილმა და შესაბამისად ამ დროს ლუარსაბ მეორე ბაგრატიონიც გადაწყვიტა რომ მიეხმაროსან და გაყარონ
ხალხის საფაშოდან ოსმალები. თუმცა ერთ წელიწადში მოხდა ისე ოსმალთა ლაშქრობა, ამ შემთხვევაში ოსმალურ არმიაში შედიოდნენ ყირიმელი თათრები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ 1475 წლიდან ყირიმელი თათრები არიან ოსმალეთის ვასალი. აი მეჰმედ მეორე დამპყრობლის პერიოდიდან შესაბამისად ისინი აქტიურად იღებდნენ ხოლმე მონაწილეობას ამ ოსმალურ ლაშქრობებში. შესაბამისად 1609 წელს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოვიდა ყირიმელი თათრების ეს ოსმალური მხედრობა, ბრძოლა გაიმართა ტაშისკართან. სანამ ტაშისკართან ბრძოლა გაიმართებოდა, მოგეხსენებათ ეხა ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი ძალიან ესე ვთქვათ დიდი ფიგურას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი თავადაზნაურთა წრე შეხვდა ამ ადამიანს. გიორგი სააკაძე მასთან ძალიან დაახლოვებული იყო, მაგრამ აი თავადაზნაურები, რომლებიც ვერ იტანდნენ, უпростоრად თავადები ვერ იტანდნენ ამ აზნაურის დაწინაურებას, მოურავის დაწინაურებას. ალბათ იმის შიში იყო, რომ არ გათავადებულიყო საერთოდ, ან უფრო მეტი არ მოსდომებოდა. ეს ნაწილი ალბათ ისტორიკოსთა ეჭვის ესეთი სცენარი, რომ თავადაზნაურები აუცილებლად ხლართავდნენ ინტრიგებს მის წინააღმდეგ, ალბათ სარწმუნოა. რა თქმა უნდა, ალბათ არ იწვევს არანაირ ეჭვს. გამომდინარე ალბათ უბრალოდ შეფასების იმ დედუქციური სურათის რაც იქ არის და პლუს ამავე დროს ჩვენი ისტორიული კულტურული ასე ვთქვათ ქსოვილი, სადაც მსგავსი ასე ვთქვათ ინტრიგები და არაერთსულოვნება და ეგოიზმი საკმაოდ დამახასიათებელი ასე ვთქვათ ეპიზოდია ყველა ისტორიულ ეპოქაში. რასაკვირველია და თან ახლა რა ხდება ამ პირველად როდესაც გიორგიმ ძალიან გამოიჩინა თავი ამ ტაშისკარის ბრძოლაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის იყო სარდალი, ციციშვილიც იყო რასაკვირველია და თან ახლა როგორია, არ არის ეს პატარა პიროვნება, იმიტომ რომ პატარა პიროვნება რო იყოს, ახლა როგორია, ნუგზარ არაგვის ერისთავი საკუთარ ქალიშვილს ათხოვებს გიორგი სააკაძეზე. თავადი ათხოვებს თავადის ქალს აზნაურზე, გიორგი სააკაძეზე. ესე იგი ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის საკმაოდ დაწინაურებული ფიგურა საქართველოს ისტორიაში. მეორე თვითონ ასე ვთქვათ შემდეგ მისი დამოკიდებულება ზურაბ არაგვის ერისთავთან, აი სწორედ მის ცოლის ძმასთან, ხო ასევე ძალიან ბევრ საკითხში გამოჩნდა. თუმცა ბოლოს მაინდა-მაინც კარგად არ დამთავრდა მათი ურთიერთობა. რატომღაც საზოგადოების ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რადგან ისინი იყვნენ სიძე და ცოლის ძმა, მათ აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. კი რაღაცა პერიოდში ნამდვილად ჰქონდათ მათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს აერიათ ეს ურთიერთობა მათ ჩვეულებრივი მოვლენა. ტაშისკარის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს არის შესანიშნავი პირველი ნაბიჯები, ანუ ოსმალები დავამარცხეთ ფაქტობრივად და 1611 წელს ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება საქართველოს ისტორიაში. გიორგი სააკაძის და დაქორწინდა მეფე ლუარსაბ მეორე ბაგრატიონზე. აი აქ არის ძალიან საინტერესო ორი ურთიერთგამორიცხავი და საწინააღმდეგო ცნობა, რომელიც მე მინდა რომ წავიკითხო ახლა იმედია მივაგნებ სწრაფად და ოპერატიულად. დიახ. ერთი წუთით. ბერი ეგნატაშვილი გადმოგცემს. და ყურადღებით მოგვისმინონ მაყურებლებმა, ქართლის თავადებმა და დიდებულებმა, რომელსაც მოურავი არ უყვარდათ, მეფესთან მისფიზი დაბესხება დაიწყეს. არწმუნებდნენ, რომ მოღალატე იყო და ლუარსაბისგან დედოფალთან გაშორებასა და სააკაძის მოკვლის დასტურს ითხოვდნენ. მეფეს უმძიმდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოოდ დათავდა. გიორგი თავადებმა სანადიროდ მიიწვიეს. მაგრამ ბააკა ხერხეულიძემ შეატყობინა სააკაძის ფარული გეგმის შესახებ, გიორგი საქართველოსთან განიქცა და ირანში შაჰაბასთან შეაფარა თავი. შაჰაბასის ქართლში ლაშქრობის დროს ქართლში მეფედ გამოსილმებული ბაგრატ ხანი დაამტკიცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბაგრატის იგივე გამოსილმებული ვაჟი სიმონ ხანის მცირეწლოვანების გამო მის ვექილად და ხელმძღვანელად მოურავ ბეგი გიორგი სააკაძე დაუნიშნეს. ასე რომ გიორგი 1619-24 წლებში ფაქტობრივად ქართლის მმართველი იყო. ახლა აქ არის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ მომენტი, სწორედ აი იმ ეპიზოდის, როცა გიორგი სააკაძე ცდილობს გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს თავადებზე თავისი დის მეშვეობით. და ამაშინა უფროსად გამდიდრდა
დამინდობს ესეთ განიზრახა ვითარმეთ მოეწონება მას ჩემი დიდად მეფესა და ეთრფიალება ჩემი დიდად მეფესა და ეთრფიალება და მაშინ მოინდომებს ჩემს დასაჩემსა მივცემ ცოლად უკვე თუ არ ინდომებს ცოლად მაშინ ვინ ჩემი მოკიდებულ მომხნე კაცნი არიან უпроსად ყოველივე მე მომიდგებიან და მეფეს შეუორგულდებიან და ამით წავახდენო და თუ ცოლად შეეთავს მტერნი ჩემს გაუორგულდებიან მეფეს ჩემი მეტი ხონი არ ექნებაო რახელ ჩამივარდება რასაც მინდა ვთქო ასე ლუარსაბ ყმაწვილიცა იყო აირჩია მოურავმა დაპატიჟა მეფე დახვდა კეთილად გამოჩვენებით მაშიც გამხიარულდა და დიდად მეფე ლუარსაბი ყავდა მოურავსა ერთი დამ მეტად ჩვენიერი და კეკლუცი დააყენა მეღვინე თავსა მეფისა და მოეწონა მეტადრე დიდად და ეტრფიალა მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსაშინა რამეთუ წინათ რომ მოურავმა ღალატი დასწამა მეფეს გონებდა უფროსად ყოველიმე მე მომიდგებიან და მეორე ასე თქვათ პოტო ეს არ ვიცი სახელი იქნებ თქვენ შემახსენოთ კომენტარებში რუსი ისტორიკოსი კავკასიური ომი ლუარსაბმა დაინახა გიორგი სააკაძის და აქ ახლა პირიქითაა შეტრიალებული სადაც გიორგი სააკაძე მსხვერპლია მთელი გარემოებების რომელიც თავის სილამაზით გამოირჩეოდა მეფეს ისე მოეწონა რომ მას დაქორწინება გადაწყვეტა მოურავმა იცოდა უთანასწორო ქორწინების ცუდი შედეგები მოხდებოდა და მეფის გადარწმუნებას ცდილობდა თუმცა ვერც მოურავმა ვერც დედოფალმა ლუარსაბის დედამ და სამეფო კარმა მეფის გადაწყვეტილება ვერ შეცვალეს უბრალოდ თავადი და დედოფალის გარდა მეფის ამ ნაბიჯით ჩაურაცხყოფილმა თავადებმა მეფეს არა მხოლოდ განქორწინება არამედ მათთვის საძულელი სააკაძეების გვარის ამოწყვეტა მოსთხოვეს საიდუმლო შეთქმულება შედგა სააკაძის ციხესიმაგრე გაძარცვეს და დაანგრიეს საქართველოს დიდი ხრით დაკარგა ერთ-ერთი თავისი საუკეთესო შვილი შეურაცხყოფილმა გმირმა რომელიც თავშესაფარი თავის ქვეყანაში აღარ გააჩნდა უღალატა მას და სპარსეთში გაიქცა შახს ქართლის დაპყრობა შესთავაზა, აბა მოურავ შახის ღალატის გარდა მეტი რის შეთავაზება შეეძლო. ამბობენ რომ გამწარებულმა მოურავმა წამოიძახა, ვაი ქართლს არ იქნება მისი დამშვიდობა სანამ ლუარსაბი ცოცხალია. შახმა კარგად შეაფასა ქართლის გიორგი სააკაძის მნიშვნელობა დიდი პატივით მიიღო, თუმცა საქართველოს წინააღმდეგ მის გამოყენებას არ ჩქარობდა. შაჰ აბასმა გიორგი ინდოეთში საბრძოლოდ გაგზავნა, მოურავს თურქებზე მოპოვებულ გამარჯვებებმა მას სახელი გაუთქვა. ახლა ეს ორი რაღაცა პირველი ეპიზოდი უფრო სხვა წყარო იყო მაგრამ ეს ორი რაღაცა ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ჩვენს ნარატივში ჯდება და ორი განსხვავებული სცენარი აი რომელი უფრო სანდოა მისი ასე თქვათ პერსონის დახასიათებაში ანუ ეს ისტორია რომელი უფრო მეტად harmoniულად ერგება მის ზოგად დედუქციურ პორტრეტს საერთოდ გიორგი სააკაძეზე ჩვენ მაგიტო ვამბობთ რომ დანამდვილ აი დაზუსტებით რომ ვინმე წყაროთი რაიმე დაადგინოს არის ძალიან რთული იმიტომ რომ ყოველთვის არის ორაზროვანი ცნობები არის მაგალითად მუსლიმი ავტორების ცნობები არის ქრისტიანი ну ხა მაგალითად ბაგრატიონები რასაც მაგალითად ვახუშტი ბაგრატიონი ხო როდესაც გიორგი სააკაძეს რამეს წერს ის მის ნაკლზე საუბრობს ძალიან ხშირად ეხლა რატო გიორგი სააკაძე არის აზნაური ებრძოდა ბაგრატიონებს, ვახუშტი ბაგრატიონია, შესაბამისად, კარგად არ დაახასიათებს, არა? მაგალითად, ну ეხლა თვილელი სააკაძე მაგალითად გვარად ხო ახასიათებს გადასარევად, მაგრამ ის გვარად არის სააკაძე. იმისთვის ის ერთი მოგვარია. აი მაგალითად, ეხლა აქაც არის ერთი ძალიან საინტერესო საკითხი, აი წეგან ვახსენე მე რომ აი 1609 წელს მაგალითად ეს ტაშისკარი რომ მოვიგეთ, აქ აუცილებლად უნდა მეხსენებინა სანამ აქ საკითხზე გადავალთ ორი სასულიერო პირის გმირობის ამბავი რა, იმიტომ რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს ნათქვამი, როდესაც ესე ვთქვათ ერთაწმინდასთან ახლოს იმყოფებოდა ეს ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი ცხირეთში იმყოფებოდა მცირე ამალით. აი ეს ოსმალებმა გაიგეს და სწორედ იქითკენ მიდიოდნენ და როდესაც გზა დაიყვანეს თევდორემ დიახ, თევდორემ მღვდელს გულისხმობ, მან სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები და როდესაც ეს გაუგეს, ჩვენ ვიცით რომ ჯერ აწამეს, შემდეგ თავი მოკვეთეს, არა? შემდეგ იყო, როდესაც ოსმალები წავიდნენ გორისკენ, აი გორის მიმართულებით, არა? იქაც ერთ-ერთი წარმოშობით თუ სწორად მახსოვს ეს, ну ზოგი წყაროთი არის სომეხი, ზოგი წყაროთი არის ქართველი, იყო ასეთი მღვდელი ტერტერა, რომელმაც გადაწყვიტა რომ იქ გორის ხიდზე ფიცრები აეყარა, რომ სპარსელები იქ ვერ გადასულიყვნენ, თუმცა გადალახეს და საბოლოო ჯამში ეს ორი
თავდადებული სასულიერო პირი იმ დროს როგორც ჩანს აი მეფის ერთგულები იყვნენ. რაც შეეხება ეხა აი 1609 წლის სტაშისკართან გამარჯვების 1 წლის 2 წლის შემდეგ 1611 წელს ჩვენ ვიცით რომ გაიმართა ქორწილი. აი ეხლა ჩვენ რა ვახსენეთ გიორგი სააკაძის და ამაზე შენი ვერსია მითხარი ამ ორი სცენარიდან ერთში სცენარში როგორც ჩვენ წყაროდან წავიკითხეთ არის გიორგი სააკაძე მანიპულატორია სადაც მან შეახვედრა თავისი და მეფეს შერთოცულად და მეორე ვერსიაში მეფემ შეიტყო გიორგი სააკაძის დის სილამაზის შესახებ და დაიჟინა გინდა თვალწინებაში შეიტყო. აი ზუსტად ეგორი ვერსია და მაგორი ვერსიიდან რომ ესე იგი ჯერ ერთი ეხლა აქ თან კითხვაც დავსვათ და ბოლოს საბოლოოდ პასუხიც გავცეთ ეხლა მე პირადად ეს ორი ვერსიაა. ერთი რომ გაიმართა დიდი ნადიმი ამ ნადიმზე რა თქმა უნდა საპატიო სტუმარი არის მეფე, იმიტომ რომ ტაშისკარის ბრძოლა გაიმარჯვა ზოგადად ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ასეთი პირადი დატაკება აბასთან არ აგვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა გამწვავდა შაჰ-აბასთან 1613 წლიდან. აქამდე ჯერ ჩვეულებრივად მიდის ქართლში, მიდის კახეთშიც ამბები და აი ახლა რა შეესაქმე? ორი ვარიანტი. ერთი რომ თვითონ ლუარსაბს უნდოდა ცოლად, ახლა ამ შემთხვევაში ცოტა საეჭვო ისიც არის, რომ ლუარსაბი ძალიან გარკვეულ საკითხებში იყო დამოკიდებული თავად აზნაურებზე. უფრო თავადებზე, აზნაური გიორგიც არის. თავადებზე იყო დამოკიდებული, რასაც თავადები კატეგორიულად უარყოფდნენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი გიორგი სააკაძის და ლუარსაბ მეორის მეუღლეთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ისედაც სამეფო კარზე დაწინაურებული სააკაძე კიდე უფრო წინ წამოვიდოდა. თავადები პირიქით ამას ძალიან ეშინოდათ ამ საკითხს. მეორე, ეს შეხვედრა რომ იყო სპეციალურად მოწყობილი, რომ გიორგისო ძალიან ლამაზი დახავდა შესახედავად ჩვენიერი, როგორც ვიცით, სამწუხაროდ იმ პერიოდზე ჩვენ ასეთი ჩანახატები არ აქვს, გიორგიზე გვაქვს კასტელი, მაგრამ კასტელს ის არასდროს თავისი თვალით არ უნახავს. ეს არის მისი წარმოსახვით დახატული, რასაკვირველია და ისიც საკმაოდ ასაკშია. 59 წლის იყო გიორგი სააკაძე რომ მოკლეს და ნუ ეხლა სად ნახა, როგორ ნახა, რაღაცა აღწერა შეიძლება ვინმე მუთხრა და იმით დახატა. და ზოგადად ეს კასტელი ხო ზოგადად პროქართული ჩანაწერებით გამოირჩეოდა იმ პერიოდში, არა? მაგ დროს იყო პიეტრო დე ლავალე, ძალიან ბევრი მოგზაური, რომელიც მოგზაურობდა აღმოსავლეთში, ამ საინტერესო ცნობებს გვაწვდის და ამ ორი ვერსიიდან მე ვემხრობი სწორედ მეორეს, რომელიც მე უფრო მეორე მგონია რომ ეს შეხვედრა იყო მოწყობილი. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი რაღაცა მაინც ლოგიკურად ცოტა რთულად შეთავსებადი. იმიტომ რომ თუ ბოლომდე მანიპულაცია იყო მეფის სურვილის გარეშე რომ შემდეგ ეს მანიპულაცია ბოლომდე დასრულებულიყო, უბრალოდ არ გამოვიდოდა. რა თქმა უნდა, შეახვედრა, ნუ მეტყობა მიხვდა რომ საკმაოდ ლამაზი იყო, მეფეს უცოლოა, მოეწონებოდა. თან მით უმეტეს რატომ არ უნდა ზდომებოდა მაგალითად ლუარსაბ მეორე ბაგრატიონს გიორგი სააკაძესთან ნათესავი ურთიერთობა. აი ორივე ვერსიაში არის რაღაცა სიმართლე. კი. იმიტომ რომ თუ ეს იქნებოდა უბრალოდ წამიერი, ასე თქვათ, რაღაცა აღტაცება, წამიერი, ასე თქვათ, სიყვარულის გამოსხივება, ხო? აი ნაბახუსებზე უცებ მე ეს თავადების რაღაცა შეგონებები და შედეგები, პოლიტიკური შედეგები და მეფე მაინც აზროვნის პოლიტიკურად და პოლიტიკური შედეგებით რთული წარმოსადგენია რომ მე მაინც დასრულებულიყო გიორგი სააკაძისთვის წარმატებულად მხოლოდ იმიტომ რომ რა ვიცი დაანახა და არ დამთავრდა მაგაშია საქმე ზუსტად რომ არ დამთავრდა ეს უფრო თავადაზნაური ეს უფრო თავადების დამსახურება აი შემდეგ უკვე რა უთხრეს ლუარსაბს ჩვენ ეგ არ ვიცით აი რა უთხრეს ლუარსაბს ეს ჩვენ არ ვიცით ასე რომ გიორგი სააკაძეზე როდესაც ბევრი რაიმე შეკითხვა დაისმება რა თქმა უნდა საზოგადოებასაც გაუჩნდება შეკითხვა აქ არის ყოველთვის პასუხი არ ვიცით, აი, რო ვიცოდეთ დიდი სიხარულით ვიტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც არ ვიცით, აი, რაც ცნობილია, ფაქტებზე დაყრდნობით ლაპარაკობთ და რა თქმა უნდა, ყველა წყარო უნდა იყოს განხილული. და ამ წყაროებზე მე შეკითხვები უნდა დაისვას. აი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად, არა? გიორგი საკმაოდ დიდი ამბიციების პიროვნებაა, მან იცის რომ მხოლოდ ესე რაღაცა გარკვეული იქ ნოსტეს და იქ რაღაცა ცხინვალის და იმ ტერიტორიების მოურავობა მისთვის ძალიან პატარა, ფართო მასშტაბის პიროვნებაა. აი, ხო ვამბობ, ეს ადამიანი, ევროპის რომელიმე იმ პერიოდის ან ცოტა მოგვიანებით რომელიმე სახელმწიფოში დაბადებულიყო, შეიძლება ნაპოლეონი თუ არა, არც იმაზე ნაკლები შეიძლება ყოფილიყო, ხუმრობით რო ვთქვა, იმიტომ რომ
მართლა დიდი სამხედრო პირი იყო, აი ერთ-ერთი შეუდარებელი სამხედრო ადამიანი. აი ალკიბიადეს შევადარეთ ჩვენ წეღან. ალკიბიადე რა მაგარი სამხედრო პირი იყო, სადაც გადადიოდა თითქმის წარმატება ის იყო რასაკვირველია რა. ამიტომ აი გიორგი სააკაძის შემთხვევაშიც ასეა, თუ მე ოსმალეთს არ ჩავთვლით, აი ცოტა მოგვიანებით. გაიმართა ქორწილი 1611 წელს, ჩატარდა ეს ქორწილი და ძალიან ცოტა ხანს მოუწია გიორგი სააკაძის დას დედოფლობა, იმიტომ რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული შაჰმა კავკასიისთვის მოიცალა საქართველოსთვის. ერევნის ციხის აღების დროს დაიბარა ორივე და ორივე უნდა გამოცხადდნენ, მაგრამ მეტის ჯამაგირის კი დაუნიშნა. ქართლის მეფეს უფრო ნაკლები 300, არ ვიცი მანეთი ქვია თუ რაც არის და 700 კახეთის, მაგრამ 700 ვაირო 700. ანუ ეს კაკენისელის ხარე და კიდევ რაღაცა რეგიონები ჩამოაჭრა და პლუს მოითხოვა ნებართვა რავინ ეკითხებოდა ნებართვას. ანუ თურქ-ოსმანების ანუ რაღაცა თურქული ტომების ჩასახლებისა უკვე კახეთში. აი კახეთის ტერიტორიაზე. კატასტროფა იყო თან ეხა რაშია საქმე? აი როდესაც ჯერეთი გაბრაზებული იყო, იმიტომ რომ როდესაც პირველად იახლდნენ, მე ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც ის ჩამოდის, აი მაგალითად ყარაბაღის ტერიტორიაზე რო დადგება, ორივეს დაიბარებს და ერთიც და მეორეც ელჩებს იმდენი ხანი ალოდინებენ, ნუ არც ერთი აღარ ჩავა უკვე და ამას ეს შაჰმა ჩათვალა, რომ ეს არის ვასალების ამბოხი, არც ერთი რო არ ჩავიდა, გაატრიალდა უკან, ანუ უკვე ცოტა სხვა პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, ეხლა უკვე ლაშქრობებისკენ მიდრეკილება აქვს ამას და 1613 წლისკენ წამოვიდა კავკასიისკენ, ოღონდ ძალიან ძლიერი პოლიტიკა არჩია. 1612 წელს ზავი აქვს გაფორმებული ოსმალეთთან, 1613 წელს ხმა გაავრცელა, რომ მიდის ოსმალების წინააღმდეგ საომრად. ეს რატომღაც დაიჯერეს აი აქ ჩვენთან, რომ ეს ესე იქნებოდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ირანი და ოსმალეთი იყო ძალიან დატაკებული ერთმანეთთან. თან მე-17 საუკუნის ოსმალეთის იმპერიის ეს პერიოდი უკვე ეს არის ხანა, როდესაც იწყება ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლა დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, გარკვეულ ტერიტორიებს კარგავს. განსაკუთრებით დიდი დარტყმა იყო შაჰ-აბასი ოსმალეთისთვის. ასე რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ შესაძლოა შაჰი წასულიყო ოსმალეთის იმპერიის სამხედრო რაღაცა რაზმების წინააღმდეგ, რაც აქამდეც გაუკეთებია, ხო, აი აზერბაიჯანის შირვანის მიმართულებით, ერევნის მიმართულებით და სხვა და სხვა. იქაც ამ შირვანში და ერევანში რო ხანებს დასვამდა, ხო და ერევნის ხანი მაგალითად რაღაცა გარკვეული პერიოდი მისი ძალიან ერთგული იყო, მაგრამ აი შირვანის ხანები ღალატობდნენ. ერთი პერიოდი აი ჩვენც კი მოგვეხმარდნენ მის წინააღმდეგ, ცოტა მოგვიანებით. 1613 წელს, როდესაც ის მოვიდა საქართველოს საზღვართან, მან მოითხოვა კონკრეტულად ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გადასული, ასევე თეიმურაზ მეორე დასავლეთ საქართველოში იყო გადასული, მან მოითხოვა თეიმურაზის ოჯახი. ოღონდ მოითხოვა შვილი. თეიმურაზმა გაგზავნა უმცროსი შვილი, რომელიც იყო 3 წლის. და როგორც ჩანს გაბრაზდა შაჰ-აბასი, მე 3 წლის შვილი რო გამომიგზავნესო, უფროს უფლისწულს ველოდებოდიო. უფროსი უფლისწული რამდენი წლის იყო? უფროსი უფლისწული იყო 4 წლის. 1 წელი იყო სხვაობა. და ფაქტობრივად მძევლება წაიყვანა შაჰმა ვინ? 2 შვილი თეიმურაზის და მათ შორის დედა, ქეთევან დედოფალი. ლუარსაბს რაც შეეხება, ლუარსაბი ტყვედ წაიყვანა ირანში და ჩვენ რა ვიცით ახლა ამ პერიოდში, სანამ ლუარსაბი ირანში წავა, გიორგი სააკაძის თავს კარგი ამბავი არ დაატრიალა არც თავადებმა და არც ლუარსაბმა. წეგანაც თქვით, ჩვენ არ ვიცით თავადებმა ლუარსაბს რა უთხრეს. შეიძლება უთხრეს, რომ შენი ადგილი უნდა. შეიძლება უთხრეს, რომ მისი გამარჯვებები როგორ ჩანს, აი მაგალითად ამ საქართველოში შენი არ ჩანს ქართლის სამეფოში მაგალითად. გიორგი სააკაძე საზოგადოებას უბრალო ხალხს უყვარს. შენ მეფე ხარ და გარკვეული, ესე იგი დაუხატეს ეს ადამიანი როგორც საშიში, მისი პოლიტიკური
ბიოგრაფიისთვის და ჩვენ ნახეთ რომ 1612 წელს ხდება აი ჩვენ წეგან წავიკითხეთ წავკისის ტრაგედია არა როდესაც დაიბარეს გიორგი სანადიროდ და იმ პერიოდში სანადიროდ ადამიანის დაბარება იყო ცოტა სარისკო იმიტომ რომ ნადირობის პერიოდი ეხა პირდაპირ დასაჯო სიკვდილით ეს იმას ნიშნავს რომ ფაქტებია უკვე რომ მოკალი სანადიროდ წაიყვანო იქ ცხენიდან გადმოვარდე იქ რაღაც დაგეცეს მაგალითად იქ ვიღაცამ რაღაც შემთხვევით გაგარტყას ნუ ეხლა კი ხალხი მიხვდება რომ მოკლულია მაგრამ ფაქტები არის ნადირობაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნადირობის დროს არა თუმცა ის მივიდა წინა ღამით ბანაკში და ბაკა ხერხეულიძემ უთხრა რომ სასწრაფოდ უნდა წახვიდე იმიტომ რომ შენ მოკლოს აპირებენ სასწრაფოდ წამოვიდა ბაკა ხერხეულიძე ჩვენ ვიცით რომ ცხვირტუჩი აათალესო ესე იგი ენა მოაჭრეს და გიორგი რასაკეთებს პირველ რიგში ჯერის მიდის ზურაბ არაგვის ერისთავთან თავის ცოლის ძმასთან თავის ოჯახთან ერთად და შემდეგ სად შეიძლება წავიდეს გიორგი აი მოდი განვიხილოთ ყველა ვარიანტი ჩვენ ვიცით სადაც წავიდა მაგრამ კითხვა დავსვათ წავიდეს იმერეთში ან წავიდეს კახეთში რა უნდა გავაკეთოს იქ იმერეთში თავის თავადები არიან იქ ცალკე ასე ვთქვათ სისტემაა კახეთში თავისი გიორგი სააკაძე ფართო მასშტაბის ფიგურაა ეგეთ პატარა არავის არ უნდა რასაკვირველია და მეორე ოსმალეთში ვერ წავა არ არის ოსმალეთი მისთვის იმ კონკრეტულ შახთან არის დამარცხებული ოსმალეთი და გიორგის არ ჭირდება აბა სად უნდა წავიდეს ირანში უნდა წავიდეს და თან ვიმეორებ ამ პერიოდისთვის არ არის ჯერ დაწყებული ომი შახაბას ჩვენთან არ აქვს ომი დაწყებული მიდის თავის ოჯახთან ერთად დიდი ზარზეიმით მიიღეს და გიორგი სააკაძე ძალიან სწრაფად დაწინაურდა ირანის შაჰის კარზე მეცაც გეტყვით მისი წყალობით გიორგი სააკაძის წყალობით მაგალითად არა მან მოახერხა ყანდაღარის დაპყრობა იგივე მონღოლები დაამარცხა და ეს მაშინ ძალიან დიდი რამე იყო ავღანეთი დაიმორჩილა ბოლოს და ბოლოს ეს აი ავღანელების დამორჩილება იშვიათია მსოფლიოს ისტორიაში ადამიანი რომ ეს გააკეთოს. ნუ ერთ გიორგი მე-11-ს ყავდა ჩვენ, ორი გიორგი სააკაძე, გიორგი მე. ფაქტობრივად შაჰის არმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა და ამავე დროს აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ 1623 წელს განახლდა ირან-ოსმალეთის ომი. და რით დაიწყო ეს ომი? 1623 წელს სწორედ გიორგი დაიკავა ბაღდადი, რომელიც 1534 წლიდან ეკუთვნოდა ოსმალეთის იმპერიას. ამდენი ხნის შემდეგ სეფიანთა სპარსეთს უბრუნდება ქალაქი, რომელიც ერაყის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც ამდენი ხანი ჰქონდა სეფიანებს დაკარგული. და უცბად გიორგი ამას აბრუნებს. ყველაფერს თავი გავანებოთ, ზუსტად ამ პერიოდში ხდება ლუარსაბ მეორე ბაგრატიონის სიკვდილით დასჯა. თა როგორ? ლუარსაბი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში და იქ რამდენჯერმე იყო მცდელობა რომ ის ისლამზე გადაეყვანათ, მაგრამ მეფემ ყოველ ჯერზე უარი თქვა და მოწამეობრივად როგორც შემდეგ კი ქეთევან. აი ზუსტად 1622 წელს იყო სწორედ ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი, 2 წლის შემდეგ უკვე იყო თეიმურას პირველის დედა ქეთევან დედოფალი, არა, რომელიც ერთი აი სხვადასხვა ქეთევანზე რომ გადავალთ ძალიან საინტერესო ძიმე ცნობა უნდა წავიკითხო, რომელიც სწორედ მის წამებას ასახავს, იმიტომ რომ ქეთევანის წამებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გარკვეული ცნობების სხვადასხვაობა. გვაქვს ევროპელი ავტორები, გვაქვს აღმოსავლელი ავტორები და სხვა. ხა ამ პერიოდზე ვის უნდა ვენდოთ? ისკენდერ მუნში, რომელიც სპარსელი ისტორიკოსია და ამ პერიოდზე მუშაობს, ევროპელებიდან კასტელი, პიეტრო დელავალე და რაც თავარი არის ორი ავტორი კიდევ ოსმალო. ეს არის მუსტაფა ნაიმა, რომელიც არის საინტერესო ოსმალო ისტორიკოსი და ეს არის ქათიფ ჩელები. აი ეს არის ქათიფ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, რომელიც აი ძალიან საინტერესო მასალებს გვაწვდის ზუსტად ირან-ოსმალეთის ომებთან დაკავშირებით, არა? და ქათიფ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა და ხელმისაწვდომი არის ეს წიგნი, ასე ვთქვათ. თუ ვინმე საინტერესებს ეს ამ კუთხით, ამ ეპოქის შესწავლა, იდეალური წყაროები აქვს ქათიფ ჩელების კავკასიასთან დაკავშირებით, არა? აი ერევნის ციხის აღება, შაჰის მოძრაობა და სულ დეტალებში აქვს აღწერილი, რაც თვითონ ნახა და აი ეგ ახლა რა ხდება? გიორგი სააკაძე ამ დროს იმყოფება 1619 წელს სხვათა შორის სანამ ლუარსაბ მეორე ბაგრატიონს სიკვდილით დასჯიდნენ, ჩვენ ვიცით რომ შვილდისრის საბელით მოახრჩეს. არის ვერსია რომ აწამეს და წამებით მოკლეს, ნუ ფაქტი ერთია, ქართლის მეფე მკვდარია. 1619 წელს ჯერ კიდევ როცა ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი იყო ცოცხალი, საქართველოში გამოგზავნეს სიმონ ხანი. და გიორგიც იმას გამოაყოლა და დაუნიშნა როგორც ჩვენ წეგან წყაროში წავიკითხეთ მისი ფაქტორად რჩეველი გახდა. ესე იგი რა მინდა ხაზი გაუსვა.
ვერავინ ვერ დამაჯერებს იმ ფაქტს, რომ გიორგი ირანში მიდის იმიტომ, რომ თავად აზნაურები დასაჯოს. ანუ ეხლა ზოგიერთი მაგალითად აი წიგს რო ვკითხულობ ხოლმე ამ გიორგი სააკაძეზე, მეცინება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, შაჰ-აბასი ნუ თუ როგორ არაფრად მიაჩნიათ ეს ამხელა პოლიტიკური ფიგურა, რომ გიორგი სააკაძე ჩადის ირანის შაჰთან მარტო იმიტომ, რომ შაჰმა ჯარი გამოატანოს და თავადები დაასჯევინოს და მერე შაჰმა საქართველოს გააერთიანებინოს. თუ ვინმეს ამის ჯერა, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი სააკაძეს სულელად მიიჩნევენ. შაჰს კიდევ უფრო სულელად მიიჩნევენ. არა და ეს არ არის ირანის ისტორიაში პატარა ფიგურა, ეს არის ირანის ისტორიის უდიდესი პოლიტიკური. ის ად გიორგი სააკაძეს ერთად მოატყუებს. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ასე რომ გიორგი ნაწყენია წავგისის ტრაგედია მოუწყეს, ლუარსაბზე თავის სიძეზე გაბრაზებულია, თავადებზე გაბრაზებულია და წამოვიდა დაიხურა ქუდი, სადაც არ არის საჭირო, არც არის. სადაც საჭირო იყო, იქ მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა, რა. ასე რომ რაღაცა კუთხით ეს ისეთი ადამიანია, როგორც თვითონ აწყობს, აი ეპოქალურად, როგორც მის პიროვნულ კარიერასაც როგორც აწყობს, ზუსტად იმას აკეთებს. ნუ გასაგებია ეს ძველი შეხედულებები ამ პატრიოტიზმთან დაკავშირებით, კი, უყვარდა თუ არა საქართველოს, უყვარდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ ქვეყანა მას ერგებოდა, მაშინ ყველაფერი მიდიოდა იდეალურად, მაგრამ თუ თავის ინტერესებში რაღაც არ შედიოდა, მაშინ გამძიმე რამეზეა როგორც ჩანს წამსვლელი. აი მაგალითად 1613 წელს შაჰი რო კავკასიას მოადგა. არის ვერსია, რომ მან ურჩია, რომ ზამთრის პერიოდში არ შეხვიდე მაგალითად საქართველოში, აი გაზაფხულის პერიოდი უკეთესია. ეხლა რამდენად მართალია ეს ვერსია და როგორ, ნუ ეხლა ეს უკვე ისტორიული წყაროების ანალიზია, ეხლა დიდად მეეჭვება, რომ საერთოდ მეეჭვება, რომ შაჰ-აბას გიორგის ჭკუაზე დადიოდა. რაიმე შაჰს რომ ის ჭკუაზე გაეკეთებინა მეეჭვება. პირიქით შეიძლება. მაგრამ გიორგის ჭკუაზე შაჰს გაევლოს, ეგეთი რამე არ არსებულია უბრალოდ. აი ვინც შაჰ-აბას ისტორიულად, აი შაჰ-აბასის პოლიტიკურ პორტრეტს ვინც იცნობს, ეგრევე მიხვდება, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელიც ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ, მით უმეტეს საქართველოსდან ჩასული აზნაურის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. იმას ყავდა იქ გაცილებით მაგარი პოლე ალავერდი-ხანი და იმამ ყული-ხან უნდილაძეები ყავდა, იმათ ჭკუაზე არ დადიოდა სიტყვაზე. იმათ იყენებდა სათავის. ჩვენ ვიცით ალავერდი-ხანის დამსახურება, ნუ იმამ ყულის დამსახურება ჰორმუზის სრუტეში და პორტუგალიელებთან მიმართებაში, ნუ ეს კიდე საერთოდ ცალკე საკითხია. და შაჰ-აბასის კარზე როგორც თქვი, მთელი ევროპელები იყვნენ და ისინიც აღწერენ, არა, დევიდ და ენტონი შერლები იყვნენ, ბოლოს და ბოლოს ისინი წვრთნიდნენ შაჰის გვარდიას. ასე რომ ეს არ არის ადამიანი ვინმე ჭკუაზე დადიოდეს. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად 1613 წლის ის ვერსია, რომ გიორგის ერჩია, რომ იცი რა ზამთარში არ შეხვიდა. ისედაც ძალიან კარგად იცოდა სამხედრო სტრატეგიაში, კარგად განსწავლულმა შაჰმა, რომ ზამთრის ტერიტორიაზე სადღაც ლაშქრობა მით უმეტეს კავკასიაში არ შეიძლება. იმიტომ რომ თან ეხა რატო ზამთარია და ხალხი მალე ვერ გაიხიზნებაო, მაგრამ ნუ ეხლა ეს გიორგი სააკაძის ბუნებაში არ მგონია, რომ იმ პერიოდში ყოფილიყო, იმიტომ რომ ხალხმა რა დააშავა. ეს რო ყოფილიყო თავადების წინააღმდეგ ან კონკრეტულად რომელიმე მისი მოდელი გასაგებია. მაგრამ არ მივესალმები ამ ვერსიას, იმიტომ რომ ეხლა არ მგონია, რომ ის ჭკუაზე გაიარო შაჰმა. და საერთოდ იქ ლუარსაბის სიკვდილის პერიოდშიც გიორგი სააკაძე ამ დროს სად არის? ესე იგი, ეს სიმონ ხანი, აი როგორც კი ბაგრატ ხანი გარდაიცვალა, რა, 1619 წლიდან 1630-31 წლამდე არის ქართლის მმართველად დანიშნული. მაგრამ რა ხდება? მე-20 საუკუნის 20-იან წლებში რომ გიორგი სიმონ ხანს მოყვება, ძალიან მალე უკან იძახებენ. გამოიძახეს უკან, იმიტომ რომ ომი იწყება ოსმალეთთან. 1623 წელს. სავარაუდოდ 1622 წელს გიორგი სააკაძე უკვე იქ იყო. უკვე ჩავიდა ირანში, იმიტომ რომ ამას მომზადება ხო ჭირდება ამ ლაშქრობას. ესე იგი არ არის გამორიცხული, რომ ლუარსაბის სიკვდილი დასჯასაც დაესწრო. მაგალითად აი ჩვენ წეგან ვახსენეთ ასეთი ამბავი, საერთოდ ეს დასავლეთ საქართველოში გადადიოდნენ ხოლმე ერთიც და ბევრიც, რატომღაც იქით ჰქონდათ ხოლმე უფრო მეტად თავშესაფარი, იმიტომ რომ იქ ოსმალეთის გავლენის სფერო იყო და შაჰი იქით არ გადადიოდა. თუმცა რამდენჯერმე აი მაგალითად ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი რომ დასავლეთ საქართველოსდან აღმოსავლეთში გადმოსულიყო, ამისთვის მას მიუგზავნეს მისი აღმზრდელი შადიმან ბარათაშვილი. მას დაარწმუნა თან მაგრად დაარწმუნა, ესე იგი მისი ազდილია დაარწმუნა, რომ უნდა გადმოსულიყო და შაჰი არაფერს სანადიროდ გეპატიჟება. ნუ ხა შაჰი სანადიროდ გეპატიჟება, ეს დაახლოებით არის სიკვდილის ტოლფასი. რაც ქვია სანადიროდ გეპატიჟება, იმას მეტი მონადირე, ხა მეტთან ნადირობა, რაში ჭირდებოდა ლუარსაბს, ეს გასაგები იყო რაში ჭირდებოდა. ერთადერთი აი თეიმურაზის გამოუცხადებულობა და მისი ეს ურჩობა იყო ხოლმე მისთვის ძალიან ისეთი მტკივნეული და მაგალითად მისი შვილები
დაუსაჭურისა ერთი ჭკუიდან შეიშალა, მეორე მტკივილს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ასე რომ მე თუ ვინმე მეტყვის რომ არჩევანი გავაკეთო გიორგი სააკაძესა და თეიმურას პირველს შორის, ჩემი სიმპათიები იხლება თეიმურას პირველისკენ. თან რატო ეხლა გეტყვით? ეს არის ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა შაჰის არმია. აი ნახეთ რა საინტერესო ამბავს მოყვები 1615 წელს ოსმალური არმია მოადგა ირანის საზღვრებს. იწყება მორიგი შეტაკება ირან-ოსმალეთს შორის და ამ დროს ეხლა რა ხდება? ამ დროს ის ხდება რომ ლუარსაბ მეორე ბაგრატიონი ამ დროს არ არის საქართველოში, წაყვანილი ყავს უკვე შახს, მაგრამ თეიმურაზეა. ოღონდ დასავლეთ საქართველოშია თეიმურაზე. ამ დროს ვინ არიან აქეთ? ამ დროსაც დავით ჯანდიერი. რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გამოჩნდება ოსმალური არმია, რომ ანტისპარსული აჯანყება დაიწყოს. და ზუსტად 1615 წელს, როდესაც შემოვიდნენ ეს ოსმალები მოადგნენ ამ ირანის ტერიტორიას, ამ დროს დავით ჯანდიერი პოზიციას იცვლის. გადადის, გადმოდის ამ ქართველების მხარა არც გადასულა პრინციპში გადარჩენის მიზნით ხდებოდა. ეხლა გიორგი სააკაძემაც მიიღო ორჯერ ისლამი, მაგრამ ეს ხო ისლამის მიღება არ არის. რეალურად ის ხო არ იყო მუსლიმი. მოჩვენებითად ბაგრატ მეხუთემაც მიიღო მაგალითად, მაგრამ მე რაც ქნა ხომ ნახეთ არა? და აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომ 1615 წელს რო განახდა, აი სწორედ ეს გამოიყენეს, თეიმურაზი დაბრუნდა და საქართველოში შემოვიდა სპარსული მხედრობა. 1615 წელს შაჰი არ იყო ამის სათავეში. შირვანის გამგებელი გამოგზავნა. და 1615 წელს წიწამურთან მოხდა შეტაკება, სადაც თეიმურას პირველმა დაამარცხა შაჰის არმია. ანუ ეს არის მეფე, რომელსაც შაჰის არმია უკვე დამარცხებული ყავს. თან რამდენი დაახლოებით 15000 კაცი იყო იქით. აქეთ იყო 6000 კაცი. 6000 კაცი 15000 კაცის დამარცხება იმ პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი, თან მით უმეტეს შაჰის არმია. აი ეს არის დიდი ამბავი. მოდი ვისაუბროთ აი შაჰის იმ რაღაცა ძალიან დაუნდობელ პოლიტიკაზე, რომ შეცვალოს საქართველოში დემოგრაფიული სურათი. 1614-17 წლების ლაშქრობები, რომელიც ახლანდელმა ირანის ადმინისტრაციამ ქართველთა დიდი მოგზაურობის სახელით შეერაცხა და ჩვენ აი ამ დღესასწაულს შევუერთდით ჩვენი დღევანდელი მთავრობით. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო აყრა და გადასახლება. განსაკუთრებით მეოთხე ლაშქრობაზე მოხდა ეს 200,000 ადამიანი. წელია უმძიმესი ფაქტი ნამდვილად. ანუ უმძიმესი. აი რამ გამოიწვია ეს ლაშქრობები და მეორეც აი აქ არის ცოტა ჩემი აზრით მაინც შაჰ-აბასის მხრიდან უკვე პათოლოგიური, აი ფსიქოზის პოლიტიკა და არა რაციონალური პოლიტიკა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ კახეთის კარი, განსაკუთრებით კახეთის კარი ძალიან ლოიალურ, ძალიან სასარგებლო ირანისთვის ძალიან სასარგებლო პოლიტიკას აწარმოებს. ისკანდერ მუნში, რომელიც აღწერს აი ამ მოვლენებს, დანანებით შემდეგ, მაინც ახლა ყველაფერში ხომ სიმართლის ცნობი და სამყაროს სიკეთის განხსახიერება შაჰ-აბასი, მაგრამ დანანებით აღნიშნავს, რომ ეს ორი უმდიდრესი მხარეო, რომელიც დიდ შემოსავალს გამოსდიოდა, განადგურდა. ანუ შედეგებით არ არიან ყოფილები ახლა არ უნდა ყოფილიყო არავინ ყოფილი. არა, რასაკვირველია, ჯერ ერთი აი რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ეს 1614 წლის ლაშქრობა, რომელიც ძალიან მძიმედ ჩაიარა, ხო, მაგ დროს დატოვა ზუსტად ეს ჯანდიერი და ეს აღმოსავლეთ საქართველოში, ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ შაჰი ყოველთვის კახეთს ყოფდა ხოლმე ორ ნაწილად. თავის ხანებს დასვამდა ხოლმე აღმოსავლეთში და დასავლეთშიც. აი 1615 წლის ამბოხი ვახსენეთ ჩვენ წეღან, რომელიც გამოიწვია სწორედ ოსმალური არმიის გამოჩენამ. სამწუხაროდ ეს ისე მოხდა, რომ ოსმალები დამარცხდნენ ამ ბრძოლაში და ჩვენ აღმოჩნდით დამარცხებულის მხარეს აჯანყებულები. შევჭით მარტო 1616 წელს პირადად თვითონ წამოვიდა. თავის თვითონ გამოუძღვა ამ ხედრობას. 1614 წელს ხო აოხრა აღმოსავლეთ, რა თქმა უნდა, ეხა ქართლი გადმოვიდა მერე კახეთის ტერიტორიაზე და მისი ეს ლაშქრობები ძირითადად ეხებოდა ხოლმე ქართლსა და კახეთს.
და 1615 წლის ამბოხების დროს რა მოხდა? იქ ესე იგი დღესასწაული უწევდა და ითხოვა რა დავით ჯანდიერმა, რომ იქ ხანს თხოვა, რომ შევალთ ვილოცებთ, აი გარკვეული რაოდენობა და არის ესეთი ცნობა, რომ ტანსაცმლის ქვეშ იარაღი ჰქონდა დამალული ამ თავადაზნაურებს, როგორც კივე მოილოცეს, ეგრევე გამოვიდნენ თუ არა ტაძრიდან, დაერივნენ მეციხოვნეებს და ამოხოცეს მთლიანად და გაათავისუფლეს ალავერდის ციხე კომპლექსი და ეხლა აქ ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მცდელობა იყო. წარმოუდგენლად წარმიდან მცდელობები რო არ ყოფილიყო სპარსული არმიისგან და გარნიზონებისგან გათავისუფლების, რა შეიძლება შემდეგ ამას მოყოლოდა. ხო, მაგრამ აი მაგამდე რომ მიიყვანა ეს საქმე, აი ამაში არის მთელი მისი აი ფსიქოზის განსხეულება, იმიტომ რომ არ შეიძლება დაშალო მანქანა, რომელიც მუშაობს. ეს არის ელემენტარული ლოგიკა. იმიტომ მოდი ვნახო როგორ მუშაობს. ხო? რაღაცნაირად არათუ ირაციონალური, ცოტა ბრიყული და ცოტა გიჟური იდეაც არის, ხო? ხო და კახეთის მხარე იხდის გადასახადებს. შესანიშნავი შემომტანი არის. არანაირი საფრთხე არ არსებობს იმისა, რომ კახეთი უცებ ოსმალეთის მხარეს გადავა. ქართლის მხარე მხოლოდ და მხოლოდ მაინც როგორც ქართლის და მთლიანად საქართველოს როგორც იდეის ცენტრი კი საყურადღებოა, მასზე ყურადღება, იმიტომ რომ ეს განსაზღვრავს მთლიანად ორიენტაციას. მაგრამ ეს მხარეც არანაირად არ თulis და არ მიიჩნევს ოსმალეთს უფრო კარგ ალტერნატივად ვიდრე შენ მხარეს. რა თქმა უნდა. ხო. იმ პირობებში თუ კი შენ ნორმალური ხარ, ხო? კი, ერთადერთი განსხვავება დაინახეს მაშინ, როდესაც 1614 წლის ლაშქრობის პერიოდში ჟამა გარნიზონები დატოვა. და ეს გარნიზონები სადიდნენ, გორის ციხესთან თბილისში და ასე შემდეგ, ტოვებდა ამ გარნიზონებს, მაგრამ როგორც კივე გავიდოდა, აუცილებლად ამ გარნიზონებისგან უნდა გათავისუფლებულიყო. აი ეს რაღაცნაირი დაჟინება, რომ უნდა ჩასახდეს ჩემი ხალხი და თან მომთაბარე ხალხი აბსოლუტურად უკულტურო ადვილი წარმოსადგენია დაახლოებით რა ხალხი პირდაპირ ისეთი ინტერესია რომელიც აი ადვილი წარმოსადგენია იმ პერიოდის კახელებისთვის რომ ზღვარია წითელი ხაზია ზუსტად ყველაფრის დათმენა შეიძლება გადასახადის გადახდა შეიძლება რაღაცა ეს მტაცებლობასაც ვუძლებთ როგორღაც აი პირდაპირ წერია ისტორიულ წყაროში არა სპარსულში, არამედ ევროპულ წყაროში, რომ ქართლის ისა შაჰ აბასი ძალიან ყვარობს ქართლის და კახეთის შემოსავლებს, მის სიმდიდრეებს, მის და ქალბატონებს, ქალებს ძალიან შესანიშნავი ტურფა ქალბატონები ყავთ და ძალიან მოსწონდათ. აი ეს რაღაცა დომინაციის სულელური სურვილი რომ გამოცხადდეს ჩემთან აი ეს რაღაცა დამცირება ეს დამცირება რაღაცნაირი რიტუალური დამცირება რომელიც იყო რამოდენიმე ეპიზოდი ამისი რომ გინდა თუ არა გამოცხადდი და ამ გამოცხადებაში გარანტირებული სიკვდილი რომ გიწერია რა თქმა უნდა აი ეს რაღაცა ეს დამცირების სურვილი და ქალბატონის მიღება დედის გაგზავნა რომ აი როგორი უკიდურესი შედეგია მაგრამ მაინც არაფერი რო აწყდება როგორც ჩანს აი 3 და 4 წლის შვილები რო გაუშვა ეხლა იმათ როგორც ჩანს ქეთევან დედოფალი თვითონ იყო ეგეთი პიროვნება იმიტომ რომ ქეთევანი ხო ჩვენ ისტორიაში არის მე-17 საუკუნის ადამიანი რომელმაც აირჩია ისეთი გზა როგორც აი ადრეულ ქრისტიანობაში მოწამეობრივ სიკვდილს ირჩევდნენ ხოლმე და ჩათვალეთ მე-17 საუკუნეში ქეთევანის სიკვდილი არის ადრეული შუა საუკუნეების მოწამეობრივი სიკვდილის მსგავსი იგი ავთენტურია. არის ერთი ცნობა სხვათა შორის, რომელშიც ქეთევან დედოფალი გამოთქვავს ერთგვარ რაღაცა უკმაყოფილებას, რომ ის მაინც წამოვა ჩვენზე, მე რომ წავიდეო, მაგრამ მეფემ დაიჟინო, არა, მაინც ესე ჯობიაო და ამ გადაწყვეტილებას ემორჩილება. აი, აქ მინდა მივაგნო, მინდა გთხოვ შენ. როგორ ჩანს იცით რა შეესაბამება? ეხლა 1615 წელს მაგალითად, როდესაც წიწამურთან ალი-ყული ხანი დაამარცხა თეიმურას პირველმა, რა, ეს კიდე აქ ჩანს მისი პოლიტიკა, ანტი-ირანული პოლიტიკა, ასე ვთქვათ. და თან ეხლა მთავარი რა არის? როდესაც მან ორივე შვილი გაუშვა ირანის შაჰთან ეს იმათ როგორ ჩანს უპატრონოდ ხო არ წავიდოდნენ მაგალითად არა და ეს თეიმურაზი ძალიან ტრაგიკული ფიგურაა სხვათა შორის იმიტომ რომ პირველი მეუღლე გარდაეცვალა იმის შემდეგ ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავარდა რაღაცა 40 დღის განმავლობაში მგონი რაღაც სიბნელეში იჯდა და ასე შემდეგ და შემდეგ შაჰმა ისეთი რაღაცა შესთავაზა ისეთი რაღაც შესთავაზა რომელიც იყო მის თეიმურაზ პირველისთვის კატეგორიულად მიუღებელი მაგრამ რა უნდა ექნა უსათუოდ უნდა დამორჩილებოდა ხორეშანის სოლად მოყვანა
ლუარსაბ მეორე ბაგრატიონის ოჯახიდან. ეს ნათესავები გამოდიოდნენ თეიმურას პირველი და ხორეშანი თან ძალიან ახლო. რაც ეკლესიურად არ იყო არანაირად მიღებული ამათი ქორწინება. მაგრამ შაჰის დაჟინა რა გინდოდა გაგეკეთებინა ხა შაჰის წინააღმდეგ, მან დაიჟინა, ესე უნდა მოხდეს და მოხდა კიდეც ეს ფაქტობრივად ეს ქორწინება შედგა. ეხლა რა შეასაქმე, როდესაც ქეთევან დედოფალი ჩავიდა თავის ეს შვილიშვილებთან ამ ბიჭებთან ერთად, წეღანაც გავიმეორე, რომ ეს ბიჭები სასტიკად აწამეს. დაასაჭურისეს ამის თქმა მინდა, ერთი სიქიკურად შეიშალა, მეორე ტკივილს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ხო, რაც შეეხება ქეთევანს, ქეთევანზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმუშავა ირანის შაჰმა, რომ მას დაჟინებით მიიღო ისლამი. აქ იმამყული ხანი, იმასაც კი ეუბნება ქეთევან დედოფალს, რომ ასაკში ხარო უკვე და ისეთი პერიოდი გაქვს, რომ შენ ეხლა წამებას ვერ გაუძლებ. და მოდი რა მიიღე ისლამი და ასე შემდეგ. ანუ ქეთევანის პასუხი იყო ძალიან მტკიცე. მე საქართველოს დედოფალი ვარ, რაღაცა პერიოდი მე თვითონ მართავდი კახეთს და მთელი ქვეყანა მე მიყურებს. მე რო ეხა მივიღო ისლამი, მე ჩათვალე რომ ეს გავრცელდებოდა ეს ამბავი რასაკვირველია ქეთევან დედოფლის, როგორც მტკიცე ქრისტიანი, როგორც შუშანი კი დადგა მტკიცეთ ერთი პერიოდი, ადრეულ ქრისტიანობას მაგიტო ვადარებ. ესე ზუსტად ანალოგიურ სიმტკიცეს იჩენს ეს ქეთევან დედოფალი და შემდეგ უკვე ხდება კატასტროფა. რაც შაჰის მართლაც ფსიქიკურ მასზე მეტყველებს, იმიტომ რომ ორი ვერსია გვაქვს ქეთევანის წამების. ორი ვერსია გვაქვს ქეთევანის. ერთი ეს არის გამათრახება, რომელიც შედარებით არის რბილი ვერსია და ამ გამათრახებით მისი გარდაცვალება და მეორე ვერსია ქეთევანის წამებისა, მე მინდა რომ წაგიკითხოთ ეს ვერსია, რომელიც არის ძალიან ძიმე მოსასმენი, იმიტომ რომ არ არის მარტივი, როდესაც ამხელა კახეთის დედოფალს მით უმეტეს ასაკოვან ქალბატონს, მოღვაწილ ქალბატონს, ესეთი მძიმე ვითარება დაუდგა და აქ არის ასეთი რამე, რომ გაუბეს ხელფეხი და გააშიშვლეს და განხურვებული გაზებით დაგლიჯეს კერდები და გახურებული საჯები ნაგლეჯს ხორძეთ შემოაწყვეს და დაგლიჯეს, გაახურეს ლურსმები და დაუყარეს ქვეშე და ზედ გადაატარეს. დააწვინეს და შიშველზე ზედ შემოაყარეს ლურსმანი გახურებული კვალად განხურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და მკერდშიგან განხურვებული ქვაბი დაარქვეს თავზე ზედან კვალად განხურვებულს ქვაბსაშიგან შიგ ჩასვეს და თავსაც დაახურეს და შემოაწყვეს გახურებული ბარების შუბლსა ზედა და ახეთქა თავით კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი. ეს მოხდა 1624 წლის სექტემბერში. ეს არის ფაქტობრივად წამება, რომელიც არის არანორმალურად. ორივე სცენარი ხო არანორმალური. ორივე სცენარი არანორმალური. ანუ ეხლა ეს არის რაღაცა არ ვიცი მე. მარკიზ დე სადის კალამსაც არ დაუწერია მსგავსი, ხო? მაგრამ ეს არის არანორმალური გაწყობა, იმიტომ რომ რაციონალური არ არის. ანუ მიაღებინო ისლამი ქალბატონს ეს იძულებით, ნუ გასაგებია, მაგრამ თეიმურაზის დაისაჯა. ხო, მაგრამ ესეთი რაღაცა მე ალტერნატივა მოძებნო ამაში საღი აზრი არ არის. მე პოლიტიკას ამაში ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, თან მით უმეტეს ესეთი დაჟინებული მოთხოვნა ქეთევანის გამოსლიმების, ქეთევანი ვინ იყო? თეიმურას პირველი ბაგრატიონის დედოფალი. ისევ დომინაცია, ანუ ჩვეულებრივი რაღაცნაირი არაჯანსაღი დომინაციის სურვილი, რომ ესეთი არაჯანსაღი დომინაციის ნაწილია ის, რომ მოდი ჩემთან გამოცხადდი, სადაც თავი უნდა დაიმცირო, რა ვიცი, ახლა მე რაღაცა რიტუალურად, ხო? თან განსაკუთრებით 1603 რომ მოსთხოვა ორივე შვილი და თავისი ორივე შვილი რო გაუგზავნა და დედამისიც რომ თან ეს არ იყო. შენც ჩამოდიოდა, აქ უკვე კახელ თავადაზნაურებს გაუჩნდათ პრობლემი, პრეტენზია, რომ იმიტომ ეპატიჟება, რომ ყველას ამოწყვეტა უნდა. აქ თუ ყველა ამოწყვდება, იქ მე ვის დასვამს? ვიღაცა გამახმადიანებულ ბაგრატიონს გამოგზავნის, რომელიც საერთოდ გადარჯულებულია და ის იქ რას გააკეთებს კაცმა არ იცის. ხო, დაუთხანისნაირი რამდენი იყო მაგალითად, თან დაუთხანის ეგრეთ წოდებული შვილები, უკანონო შვილებიც ბევრნი იყვნენ ირანში, არა? ცოტა მოგვიანო პერიოდში ხოსრო მირზა იგივე როსტომ ხანი
ჩვენ მოგვევლინება საქართველოში. ნუ რა თქმა უნდა ის ცოტა სხვა ფიგურა იყო, მაგრამ არა მარტო მაშინ. ეხლა შეგხვდება როსტომ-ხანი, აი სწორედ მარაბდასთან, აი მარაბდის ბრძოლაზე რო გადავალთ ამ თემასთან დაკავშირებით. აი ქეთევანის პოზიცია ასეთი იყო. მეფის მეუღლე და მეფის დედა ვარ. აი ასეთ განცხადება, როდესაც იმამყული ხან ეუბნება რომ ასაკში ხარ და უკვე მოდი რა, გაწამებენ, მოკლავენ და არ გინდა რომ იცოცხლო მიიღე ისლამი. მეფის მეუღლე და მეფის დედა ვარ, ჩემი მეუღლის შემდეგ მე თვითონ მიმეფია, მაგრამ წარმავალია და ამაო ამ ქვეყნიური დიდება. თუნდაც შენი ხელმწიფე ყველა სულდგმულის უფალი იყოს და მთელი თავისი სახელმწიფო მე მომცეს, არ უარყოფ ქრისტეს, ჩემს უფალს და არ უღალატებ სიყვარულს, რომელიც მისდამი მაქვს. ეს იყო ქეთევანის პოზიცია. აი ეგ უკვე იგრძნობა რომ არ აპირებს დედოფალი დანებებას. რაც არ უნდა მთელი სამყარო მაჩუქოს, არ გადავალ ქრისტიანობას არ დავთმობ და შესაბამისად მოხდა ის საშინელი წამება. მოგეხსენებათ რომ მკლავის ნაწილი და ეს გამოუგზავნეს თეიმურას და მანის ალავერდის ტაძარში დაკრძალა და მისი წმინდა ნაწილები დანარჩენი ევროპელმა მისიონერებმა წაიღეს ინდოეთში და ძველ გოაში იქ იყო დაკრძალული და ცოტა შემდგომ მოგვიანებით მოხდა მათი აღმოჩენა და დედოფლის წმინდა ნაწილების ქვეყანაში დაბრუნება. ძალიან მძიმე ცხოვრება გამოიარა, მით უმეტეს აი ასეთი მოწამრეობრივად დედოფალი ჩვენი მხრიდან, ხო, აი ამ ბოლო პერიოდში ხა მაგალითად ლუარსა პირველი ბაგრატიონის დედამაც მოიკლა თავი თამარმა, ხო, იმიტომ რომ არ მინდა რომ მერკანტილური ვაჭრობის საგანი გავხდე შახსა და ჩემ შვილს შორის. ამიტომ შეიძლება ითქვას რომ აი ლუარსა პირველი და თეიმურას პირველი ესენი არიან მეფეები, რომლის დედებიც იმსხვერპლა სწორედ შახებმა, ირანის შახებმა. ოღონდ ერთმა თვითონ მოიკლა თავი, ამან კი ვნახეთ რაც ჩაიდინა ამასთან მიმართ, აი დედოფალთან მიმართებით. ძალიან რთული წარმოსადგენია, რა ჯოჯოხეთში ცხოვრობდნენ, ისეთი დამცირება, კი არა და ესეთი საშინელება, როგორც დედის წამება, მერე კი თავადაც აღესრულა და მერე შვილებსაც. აი, დიახ. შვილების სიკვდილის ასევე ისევ რაღაცა არაჯანსაღი ფსიქიკის მაშინ პოლიტიკა არ არის, არავითარი პოლიტიკა არ არის, ვერავინ დამარცხებს ამაში. რა თქმა უნდა, თეიმურაზი რას იგებს? თეიმურაზი იგებს საკუთარი შვილების დასაჭურისებას, ერთის ფსიქიკურად აშლას გარდაცვალებას, მეორე ვეღარ გარდაიცვალა, მესამე შვილი მოუკლა, დედა უწამა და მოუკლა. ამის შემდეგ რაღაცა პერიოდი მერე თეიმურაზი შემოურიგდება, რა თქმა უნდა, შახთან, ნუ აქვთ მაგათ კიდევ დიპლომატიური კონტაქტი, სხვათა შორის არის ერთი ვარიანტი მანდ რომ შახმა საკუთარი შვილიც მოკლა. იმას საკუთარი შვილი არ დაინდო. თეიმურაზის შვილებზე და ოჯახის წევრებზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. აქ იყო შეთქმულებაზე საუბარი, რომ თითქოს შახის ჩამოგდება უნდოდათ. ეს შვილი ვისგან ყავდა? ქართველი თამარისგან ყავდა ეს შვილი ზუსტად შახს და აი, როდესაც ეს უფლისწული შეჰზადე მაჰმუდი მოაკვლევინა, ეს ამაში არის ვერსია, რომ ეს თეიმურაზის ინტრიგა იყო. იმან დაგეგმა ეს ყოველივე. მოგეხსენებათ ისფაჰანში ქართველი ბევრი იყო, ამიტომ ზოგადად ირანში ბევრი ქართველი იყო, ამის მოწყობა შესაძლებელი იქნებოდა. ცოტა მოგვიანებით გაიგო, რომ ეს არანაირი შეთქმულება რეალურად, იმიტომ აი აქაც ეთყობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრის მიმართაც კი არ არის ფსიქიკურად ჯანსაღად არიღებს გადაწყვეტილებას. არის კიდე რაღაც ვერსიები, ხო, რომ ეს ლუარსა მეორე ბაგრატიონსო მე თავი მოკვეთესო და რომ მიუტანესო, გადმოაგდოო და ფეხები ურტყა და ასე შემდეგ. ნუ ასეთი ისიც არსებობს, ხა შახი ისეთი ფიგურაა, ისეთი ისტორია აქვს ამ ადამიანს, ხო, ძნელი არამე არ დაიჯერო ასეთი მსგავსი. მარტყოფის და მარაბდის ბრძოლები. გადავიდეთ და ბოლოს ბაზალეთის ტბის ტრაგედია. საკმაოდ სამწუხარო ეპილოგი ჩვენი დისკუსიის. დიახ. მარტყოფის და მარაბდის ბრძოლები. ესეც ძალიან უცნაური ერთგვარი პოლიტიკური გათვლა, რომელშიც გიორგი სააკაძეს დაავალა იმამ ყულიხანთან ერთად, ხო? იმამ ყულიხან, დიახ. ქართლის ამოგდება პრაქტიკულად აქაც იგივე რაღაცა სცენარის გამეორება, რაც კახეთში გაიმეორეს. დიახ. მაგრამ არ ვიცით ეს იღბალით მოხდა გაუგებრობით, გაუგებრობაშიც არაფერი გაურკვეველი არ არის. ან რამდენად არის ეს ცნობას კიდე ნამდვილი ესეც არ ვიცით. რომ იქ გამოტანებული იყო თანამედროვე დროს წერილი, რომ დაიბარე აზნაურები, ქართველი აზნაურები შეხვდი და ყველა ამოხოცე მათ შორის გიორგი სააკაძე. მათ შორის გიორგი სააკაძე. გიორგი სააკაძეს მიუტანეს ეს წერილი. კი ბატონო.
მიუტანეს წერილი, სადაც წაიკითხა მის წინააღმდეგ შეთქმულება და ამის შემდეგ იწყება და აი ორი ვერსია მაგ წერილთან დაკავშირებით სხვადასხვა ძალიან საინტერესო. ერთი რომ როდესაც გიორგი საქართველოში ჩამოდის, ნუ ხა უპირველეს ყოვლისა თან კიდევ ერთხელ დავძენ, როდესაც გიორგი მე-17 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში მოდის და მერე უკან იძახებენ, იქ უკვე შახმა როდესაც დაგეგმა საქართველოს ლაშქრობა, მე ეჭვება რომ ეს გიორგის შეეთავაზებინა რომ ჯარი მომეცი და მეწავალ საქართველოს წინააღმდეგ. არა, ეს იქ დანიშნეს უკვე ყარჩიხა ხანი იყო, ისა ხანი იყო, რომლებიც წამოვიდნენ ამ გიორგისთან ერთად და ისინი ჩაუდგნენ სათავეში ამ ლაშქრობას და გიორგიც მოდის ერთ-ერთი მთავარსარდალი, რომელსაც აი ამ საქართველოს იცნობს, იცის ამ საქართველოში რა უნდა გააკეთოს. ამ დროს უკვე ნუარსაბ მეორე ბაგრატიონი ცოცხალი აღარ არის, თეიმურაზი ცოცხალია, მაგრამ ნუ გიორგის და თეიმურაზის დამოკიდებულება ერთმანეთთან რადიკალურად განსხვავებულია. ნუ ჯერ არ არიან დატაკებულები ერთმანეთთან, მაგრამ ეხლა ჩვენ ნახავთ იქ რა მოხდება. და როდესაც გიორგი შემოდის, აქ არის ერთი რაღაცა, ირანიდან წამოვიდა თავის ძოლის ძმასთან ერთად. ზურაბ არაგვის ერისთავთან ერთად. ეხლა აქ მე ვსვამ ასე შეკითხვას. ზურაბ არაგვის ერისთავმა ირანში დატოვა თავისი ცოლი. გიორგიმ დატოვა შვილი, პაატა. ისტორიულ წყაროებში ჩანს, რომ ზურაბ არაგვის ერისთავი გიორგის შეთქმულებასთან დაკავშირებით იგებს საქართველოში, რომ გიორგი აპირებს ირანის წინააღმდეგ შეტრიალებას და მათ ამოხოცვას. და ბაზდება ზურაბ არაგვის ერისთავი, რომ რატომ მანამდე არ გამაგებინე ცოლი დავტოვე იქ და გიორგის მე შვილი დავტოვე იქ და ნუ მოკლედ ფაქტი ერთია, ზურაბ არაგვის ერისთავმა არ იცის რას აპირებს გიორგის სააკაძე, ანუ ეს შეთქმულება ირანში დაგეგმილი არ არის. მივადექით წერილის ამბავს. სავარაუდოდ წერილი მომდელია. მოგეხსენებათ რომ გიორგი საერთოდ იყო მიმინოს დაგეშვა უყარდა როგორც არის ცნობილი და როდესაც ისინი მოადგნენ ამ საქართველოს ერთ-ერთი როგორც ჩანს დღე იყო როცა ის ნადირობდა და არის ვერსია რომ დაინახა ელჩი რომელიც იყო სპარსული ჩაცმულობის და დაუძახა. ეხლა გიორგი ხელმძღვანელია იმ არმიისა და მას არ დაემორჩილოა, ეს ცოტა საეჭვოა. და საპირისპირო მხარეს გაიქცავა და გიორგი დაედევნა მოკლა და ეს წერილი ნახა. ესე იგი ეს წერილი არ უნდა მისვლოდა მას, მაგრამ ძალით მისვლოდა ეს წერილი უნდა შემთხვევით არ მისვლი. არა, ეს აი ზუსტად ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა ნაიმა წერს მაგას, რომ ესე იგი ორი წერილი იყო, ერთი წერილი გიორგისთან უნდა მისულიყო, რომელიც მას უნდა წაეკითხა და ერთი წერილი უნდა მისულიყო უკვე ირანის სარდლობასთან იმათ უნდა წაეკითხა და ეხლა აერია, როგორ შეიძლება აგერიოს ესეთი რაღაცა, ხო? ეხლა ეგ ისე კარგად იქნებოდა გაწვრთნილი. მე ეჭვება რომ გიორგის მივდა. აქ მაქვს ასეთი ვერსია, რომ ის დაედევნა და თან წერილი ადრესატამდე არ მისულა, მაგრამ წერილი წაიკითხა გიორგიმ. თან ეხლა აქ ჩდება შეკითხვა. თუ ეს წერილი, რომელიც გიორგი სააკაძემ წაიკითხა, მას არ უნდა წაეკითხა, მისი წერილი ხო სხვას მიუვიდა. ესე იგი, იმას ნიშნავს, რომ იმან ის წაიკითხა და მიხვდებოდა უკვე რაშიც არის საქმე და აქ უკვე შეთქმულება აღარ მოხდებოდა, იქ მოხდებოდა ღია დაპირისპირება. და რა ხდება? 1625 წელია 25 მარტი როდესაც გიორგი ზურაბ ერისთავთან ერთად იქ ქართველობა შემოიკრიბეს, არმია მოაქუჩეს და გამთენიისას ეს არის ხარება დღე იყო, როდესაც მარტყოფის ველზე გაიმართა ფაქტობრივად ეს არის ქართველების საოცარი შეტაკება. თან მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ირანის ჯარი უფრო მეტია. დაახლოებით 60,000 კაცია წამოსული. ეს არ არის ცოტა არმია. ცოტა კი არა უზარმაზარი არმია, მაგრამ მივიდა კარავში გიორგი სააკაძე და დაიწყეს ქართველებმა შეტევა. პირდაპირ დაიწყეს შეტევა. საკმაოდ ესეთი ისტორიული ფაქტებით ისეთი რაღაც წერია, რაც ჰოლივუდურ ფილმებშია ხოლმე. რომ თან დაუჯერებელი ასე თქვათ ეპიზოდები, რომელშიც შეიძლება ვიღაცა ვიდეო ბლოგერმა თქვას, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია, რომ ადამიანმა შეძლოს, მაგრამ ეს ისტორიულ წყაროშია დასული, რომ გიორგი სააკაძე მისი აცგერა შუბი ხანს რომ მეორე მხრიდან გამოუვიდა. კი ბატონო. და ნუ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი თან მარტყოფის ბრძოლის დროს ისე მაგრად იბრძოლა, რამდენიმე შუბი შემოემტორა და მე ხმლით აგრძელებდა ბრძოლას. ნუ ეს მაგარი მხედართავარი იყო, არა, საოცარი. მისთვის აი არმიების სიდიდეს რაღაცა სიმცირეს მნიშვნელობა არ ქონდა. არ ქონდა მნიშვნელობა. და მარტყოფის ბრძოლა ეს იყო ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვება იყო, იმიტომ რომ დიდი ზარზეიმი, თუმცა ამ
ამბავს მოყვა მისი შვილის პაატას გარდაცვალება. კი ბატონო, რასაც აი ქართველები ხშირად იხსენებენ ხოლმე, რომ გიორგი სააკაძემ გაწირა, მე კიდევ ერთხელ გავმეორდები. ჩემი არჩევანი რო იყოს სიმპათიას ვის უფრო მივანიჭებ სააკაძეს თუ თეიმურას პირველს, ჩემი სიმპათია კიდევ ვიმეორებ თეიმურაზის ხარეს იქნება. იმიტომ რომ ეს ადამიანი, რაც ამ ადამიანმა გადაიტანა, არც ერთ ბაგრატიონ მეფეს ეგარ გადაუტანია. ხო, მოცხადე. იმან თუ შვილი გაწირა, იმან შვილები, დედა და შვილიშვილები კიდე. და მთელი კახეთის აი ეს ტრაგედია რაც იქ მოხდა. და გიორგი სააკაძე როგორც ჩანს არის გარკვეულწილად გარკვეულ საკითხებში ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც დგამს, მათ შორის არის ის ერთ-ერთი კი მარტყოფი დიდი პლუსია მისი. ეს მარტყოფი რო არ მომხდარიყო, კი მეც არ გაგვიგრძელდა საქმე კარგად, მაგრამ მარტყოფი რო არ მომხდარიყო, ალბათ უკვე ჩამოყალიბებულები იქნებოდი ჩვენ პოზიციაში. ირანის სტანად გადაკეთდებოდა უკვე აქაურობა. ხო, მის შეფასებაში იქნებოდი ცალსახა და ასე თქვათ აღარ იქნებოდა ეს ვიტყოდით პირდაპირ მოღალატეა. ხო, ნუ იქით ამ ხარეს არის. კი, ნუ ხშირად ის მეორე შეკითხვა, გმირია თუ მოღალატე ამ ადამიანს მარტყოფის ბრძოლას პერიოდს თუ გავითო, გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ. თვითონ თუ აწყობს ეს მაშინ გმირად ჩანს, მაგრამ არის საკითხები, სადაც ის რაღაცა გარკვეული შტრიხები ვლინდება, რომელიც მას არ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ გაბრაზებულია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მის სიტუაციას ვერ მოერგნენ, ასე ვთქვათ, და ის იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ის ლუარსა ბაგრატიონი საერთოდ ის და გაუქრეს, იქ მისი გაათხოვა ეს და გაუგვის ლუარსაბი მოკლეს, ფაქტობრივად ესეთგი თავისი ისა აქვს რაღაცა პირადი მტრობა აქვს ამ ლუარსაბთან. თან ყველაზე მეტად ის მაოგნებს, რომ როცა სიმონ ხანს მოყვება, ქართულ თავადაზნაურებთან ჩვეულებრივად კონტაქტობს. აქ არის ორი ვარიანტი. ან ჩამოვიდა და მიმტევებელი პოზიცია დაიკავა, ან მეორე რომელიც უფრო რეალურად მიმაჩნია. ის თავადების თანამშრომლობდნენ შახთან. იმათ ხელუხლი, იმათ იმუნიტეტი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, რომ ხელი არავინ არ გახლოთ. აი როგორც ვახტანგ გორგასალის პერიოდში, მისი გამეფების პირველ პერიოდში მთელი თავადაზნაურობა იყო ირანის შახთან შეკრული, ხელს ვერ დაადებდი ვერცერთს. აი ვარსკენ პიტიახს რატო ვერ კლავდა მაგალითად, ხო, რაღაც გარკვეული პერიოდი. ზურგი გაქვს ამ დროს. ზუსტად ამ პერიოდში გიორგი თავადაზნაურებთან არ არის დიდად პრობლემური. არა აქვს მას ეს პრობლემური დამოკიდებულება, მაგრამ მეფეების მიმართ არის აგრესიული. აი 1625 წელს სხვათა შორის ამ პერიოდში თეიმურას პირველი გონიოს ციხეში იყო. მარტყოფის ბრძოლაში თვითონ თეიმურაზე არ ყოფილა. ეს არაგვის ერისთავისა და გიორგი სააკაძის აი ვინც შეაგროვეს ქართლიდან და ასე შემდეგ ეს ის არმია იყო. და კიდევ ვინც გიორგის ერთგულები იყვნენ იქიდან წამოსულები. ირანიდან წამოსულები ვინც მას მოხვდნენ. მარტყოფი არის წყინვალე გამარჯვება. თუმცა აი მარაბდის ბრძოლა ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი გიორგის ბიოგრაფიაში. რატო ეხლა? მარაბდის ბრძოლა იმით არის ცნობილი ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ აქ თითქოს ვერ შეთანხმდნენ ბრძოლის სტრატეგიაზე. და რატო ეხლა? გიორგი სააკაძეს რეალურად მაგარი გეგმა ჰქონდა, რომ უკან დაეხიათ, შემოეტყუებინათ და ნუ კოჯორთან იქ რაღაცა იქ მოეგვარებინათ პრობლემა, თუმცა აქ არის ორი რამე. ჩვენ ვსაუბრობთ მე-17 საუკუნეზე. ბრძოლის ველზე იმყოფება მირონცხებული მეფე, რომელსაც დამარცხებული ყავს ერთხელ უკვე შაჰის არმია. და გიორგი სააკაძეს დაუთმოს სარდლობა ეს თეიმურას პირველის დამცრობაა ფაქტობრივად ბრძოლის ველზე. თეიმურაზე ხო სუსტი არ არის. თეიმურაზე ხო შიშარა არ არის რომ ბრძოლის ველზე. მაგრამ რაციონალურ ასეუნება და თან პლუს არის სამხედრო კვალიფიკაცია, ხო? ანუ არის ზოგი მეფე საერთოდ არ იბრძოდა და მთლიანად ეს საქმე იყო, რა ვიცი, სარდლის, ოფიცრის, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ალბათ რაღაცა ისეთი ქსოვილი ურთიერთობის, რომელშიც ძალიან ბევრი უკვე პირადული ეგოს, ასე ვთქვათ, რაღაცა საკითხები. ჩვენ ვიცით, რომ ორბელიანები და ბარათაშვილები ერთი განშტოება. ეხლა ნახეთ აქ რა შეა საქმე. ირანის შაჰს აი ამ მარაბდასთან თან ეხლა აქ ვინ არის ხელმძღვანელი? აქ არის ერევნის ხანი ამირ გუნე. ეს ამირ გუნე არ არის სუსტი პიროვნება. საკმაოდ ძლიერი ფიგურა არის ეს ამირ გუნე ხანი და ის მოდის ჩვენ წინააღმდეგ და თანამედროვულად ამ ჯარში არის ხოსრო მირზა. ჯერ კიდევ ხოსრო მირზა, შემდეგში როსტომ ხანი. დავით ხანის, დავით მე-11-ის უკანონო შვილი. აქ არის ერთი საკითხი. ყაფლან ორბელიანი, რომელიც შაჰის არმიას მოყვება, ეხლა რა ხდება? აღმოსავლეთ საქართველოში ამ ბარათაშვილების საგვარეულო, ნუ ეხლა ქართლის ტერიტორიაზე მაგალითად ბარათაშვილები ან სადაც მათ მამულები ქონდათ,
იქ შაჰის არმია იდგა. იმ ტერიტორიას აწიოკებდნენ და აოხრებდნენ და ეხლა ბარათაშვილებს ჰქონდა აქ პრობლემა. სულ რო გიორგი სააკაძის გეგმა მიიღოთ, ბარათაშვილებს წასვლას აპირებდნენ. თუ მომდევნო დღეს ომი ბრძოლა არ გაიმართებოდა, ბარათაშვილები მიდიოდნენ ბრძოლის ხელიდან. იმიტომ რომ ყაფლან ორბელიანი მათთან ენათესავება ის დაიკავებს მე იმის ადგილს ისინი აბა ჯობია საერთოდ არ ვიბრძოლოთო იმიტომ რომ მე დავჭებით უყელაფროთ და ამ შემთხვევაში სულ რო გიორგის გეგმა მიიღოთ ბარათაშვილების არ მიიღო მოწინავე სადროშო ჩათვალეთ რომ წაგებული იყო ისიც ამიტომ ყველა ვარიანტში ბრძოლა უნდა გამართულიყო და მეცაც გეტყვით მოვიგეთ ანუ პირველი ნაწილი მოვიგეთ ეხლა აქ მოხდა უდიდესი ტრაგედია მიიღეს მომარაგება თა შემთხვევით ეს არ იყო დაგეგმილი მომარაგება აი ეხლა ნახეთ რა ხდება 1625 წელია ესეთ ნუ ესე იგი მარტი იყო ეს უკვე ზაფხული აქ უკვე ცოტა სიცხეც არის ეს რა თქმა უნდა ბრძოლის ველზე აიცახება და თან არის ყველას უნდა გასულა ბრძოლის ველზე და ჯარმა აიტეხა რომ იმან გვაკურთხოსო ვინცო ხვალ არ შევარდება ბრძოლის ველზეო და არ იბრძოლებსო და ასეთი არ აღმოჩნდა არავინ სასულიერო პირებიც მიდიოდნენ ბრძოლის ველზე და ყველაზე საინტერესო ის იყო არავინ რო არ აღმოჩნდა მე ავალიშვილმა თქვა რომ მოდიო მე გაზიარებთო რა და ოღონდ ხვალ მეც უნდა შემოვიდე თქვენთან ერთად ბრძოლაში ძალიან დიდი ბრძოლა ორი ეპისკოპოსი დაუკარგეთ ორი ეპისკოპოსი 9 ძმა ხერხეულიძე 9 ძმა ხერხეულიძე დაუკარგეთ ძალიან დიდი ძალიან ტრაგიკული ბრძოლა იყო და რატო ეხლა გავარღვიეთ ეს ყორჩიბაში სიბაში შეცვიდნენ ეს ქართველები გაარღვიეს იქ ქართველების ნაწილმა ნუ ეს ამირგუნეხანი დაიჭრა ამ ბრძოლაში და გაეცალა იქ რაღაცა ქართველების ნაწილი ირანის ბანაკში შევარდა და ძარცვა დაიწყეს ნაწილი რა ვიცი ალბათ შეიძლება რა ვიცი გაეცალნენ იქაურობას და ცალკე გადავიდნენ და რაღაცა ნაალაფარს ითვლიდნენ და ამ დროს სრულიად შემთხვევით აი დაუგეგმავთ ბრძოლის ველზე არ მოდიოდა ის მოვიდა შაჰბერდი ხანი და დაინახა რომ ბრძოლა მიგრძელდება, მაგრამ მარცხდებიან ეს ხიზილბაშები და დაიწყო შეტევა. დაიწყო შეტევა და ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველები არიან ძალიან დაღლილი, ნაალაფარი აქვთ აკრეფილი, უკვე ფსიქოლოგიურადაც განწყობილები არიან, რომ არავდა მოვიგეთ. ახბერდი ხანის შეტევის შემდეგ ძალიან მძიმე დავმარცხდით. ვიმეორებ ორი ეპისკოპოსი დავკარგეთ ამ ბრძოლაში. და ნუ სამღვდელოების პირები რამდენი და მაგათ გარდა კიდე რამდენი ადამიანი არა ერთადერთი ადამიანი ვინც სპარსეთის მხრიდან ბრძოლით გაიკაფა გზა და გადარჩა ერთი ვერსიით გიორგი სააკაძემ გაუშვა ეს არის სწორედ ხოსრო მირზა როსტომ ხანი რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჯერ კიდევ გიორგისთან როცა ის იმყოფებოდა ირანში გიორგი ხა ირანში ვეღარასდროს ვეღარ წავა ეგ ამორიცხული ამბავია მით უმეტეს ანამ შაჰ-აბას პირველი ერთ ცოცხალი როსტომ ხანი ხოსრო მირზა გამოატარეს და უკან წავიდა. იქ შაჰმა მიიღო, როგორ სიმამაცეთ ჩაუთვალა ის, რომ გადარჩა საერთოდ იმ ბრძოლაში. ეხლა რატომ არავდა გამარჯვება და მაგიტომ. აბა დამარცხება ყოფილიყო. დამარცხება რო ყოფილიყო, უსათუოდ მოკლავდა, მაგრამ გამარჯვებაა და მაინც დიდი ზარზეიმით მიიღო, გამოატარეს. გამოატარეს. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ დაუმარცხდით, აქ შაჰმა პოზიცია შეცვალა. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა. ძალიან დიდი. ანუ პრაქტიკულად მთელი ჯარი გაუნახა. 120,000 კაციანი მხედრობა ჩათვალეთ, აი დარჩა 60,000 დაკარგა თითქმის. კი. და მე უფრო ვიტყოდი რომ შეიძლება კიდე მეტიც. კი. პრაქტიკულად ეს არის ფორმალურად გამარჯვება, მაგრამ რეალურად დამარცხება და ამის შემდეგ დადგა უკვე მოლაპარაკების ხასიათზე. დადგა მოლაპარაკების ხასიათზე და თან დაიწყო დიპლომატიური ინტრიგების ჩახლართვა. თეიმურაზ შეურიგდა, როგორც ვიცით. მაგრამ სააკაძის შერიგება შაჰთან გამორიცხული ამბავი იყო. ამას თვითონ შაჰს არ დაუშვებდა, მაგრამ დაიწყო თავისი მესვეურები, ვინც ყავდა გამოგზავნილი აქ რა, საქართველოს ტერიტორიაზე ინტრიგების ჩახლართვა, რომ დაეპირისპირებინა ერთმანეთთან თეიმურაზი და გიორგი. მოხდა 1626 წლის ბაზალეთის ტრაგედია. გიორგისა და თეიმურაზის დაპირისპირება ზუსტად იმ ფაზაში გადავიდა, რომ გიორგი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, იქ ალექსანდრესთან, იქ სამცხის-ათაბაგთან, იქ მოაგროვა არმია და ზუსტად იმ დროს, როცა ამხელა ტრაგედია არის, რომ ირანის შაჰი ასე გვაოხრებს და მით უმეტეს რომ განვიცადეთ მარაბდასთან ასეთი დამარცხება. როგორც ძმათა ომები ბევრი ყოფილა საქართველოში, მაგრამ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გიორგის აქ ჰქონდა რაღაცა ძალიან ავანტიურული გეგმა. რომ იმერეთის მეფის ვაჟს
პირდებოდა გაერთიანებული საქართველოს მეფობას უნდა დაემარცხებინათ მხოლოდ და მხოლოდ ეს მრავალტანჯული ლუარსა. თეიმურაზ პირველი. და ეხლა აქ რა არის პრობლემა? ეხლა ეს ლოგიკა თავისთავად ცოტა ძალიან დამახინჯებული ლოგიკაა. საშინელებაა. ჯერ ერთი გიორგი სააკაძეს ვინ ეკითხება? მოდი ჯერ აქედან გადმოვხედოთ. ვინ ეკითხება გიორგი სააკაძეს? მოურავია, აზნაურია. თეიმურაზ პირველს უნდა გადაუწყვიტოს, მის ტახტზე ავიდეს იმერეთის მეფის შვილი. ხო, ანუ ჯარი გამატანეოდა შენშვილს გიორგის ტახტზე დავსვამ. აი ეს იყო კატასტროფა. ესე იგი, რა გამოვიდა? დასავლეთ საქართველოს გადაკიდა აღმოსავლეთ საქართველოს. აი კიდევ ერთხელ ვიძახი, მე საერთოდ მესმის საზოგადოება როგორც არის განწყობილი, ბევრი ფილმიდან, ბევრი საბჭოთა კავშირის იმ რაღაცა ცრუ ნარატივები, აი რაც არის ამ გიორგი სააკაძეს ნაკრები, მაგრამ ის მანიპულაციები რისთვის ვართ, რეალურად აი დღეს რამდენი ფაქტი ვთქვით, რამდენი კითხვა დაისვა. ამ კითხვებზე პასუხი ყველა რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი შეხედულება გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტებით, აი წყაროებით უნდა მოხდეს, რაღაცა გარკვეული აზრები უნდა შეჯამდეს. გიორგი რო დამარცხდა, მაგალითად ბაზალეთთან დამარცხდა გიორგი, მას უკვე საქართველოში აღარ დაედგომება და ის სად უნდა წავიდეს? ირანში ვერ წავა. დავიდა ახლა ოსმალეთში. ერთადერთი გზა არის ოსმალეთში რო წავიდეს. ჩავიდა ოსმალეთში. ოსმალეთში დახვდა ბოსნიელი ხუსრევ ფაშა. სერიოზული დიდი ვეზირი იყო სხვათა შორის, იმას საკმაოდ ბევრი იწვალა, რომ დიდი ვეზირის თანამდებობაზე მისულიყო, მანამდე იენიჩართა კორპუსის წევრი იყო, მერე ბეილერბეი იყო სხვადასხვა. და გიორგი სააკაძე რო ჩავიდა იქ, ახლა ყველამ ძალიან კარგად იცის ოსმალეთში ეს ვინ არის. თან არის ქართველი. და ხუსრევ ფაშამდე ერთი ქართველი დიდი ვეზირი ყავდათ უკვე. ასე რომ ქართველის ის გამოჩენა და თან იქაც მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა დაუწყეს. როგორც ჩანს ხუსრევ ფაშამ დაინახა ძალიან დიდი კონკურენტი ამ ადამიანში და რა გააკეთა? გამოუშვა ჯერ არზრუმში დანიშნა ბეილერბეის თანამდებობაზე, არზრუმი აქეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში და შემდეგ საერთოდ ალეპოში. სირიაში, აი სადაც მოხდა გიორგის აღსასრული. მაგრამ ახლა აქ ერთი საკითხია. ამ პერიოდში მოღვაწეობდა ასევე ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი ოსმალეთში მოღვაწე აბაზა მეჰმედ-ფაშა. ძალიან დიდი ფიგურაა. 1622 წელს ეს სხვათა შორის ის წელია, როცა თეიმურაზი ოსმალეთში ჩავიდა. და სულთან მუსტაფა პირველს შეხვდა, მაგრამ მუსტაფა პირველთან წყაროები წერს, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწია. რა შეთანხმებას მიაღწევდა? მუსტაფა პირველი იყო ფსიქიკურად შეშლილი. ბავშვური ის ქონდა, რა ქვია, ოქროებს თევზებს აჭმევდა და ანუ მიდრეკილო გონებრივად იყო განუვითარებელი სულტანი. უბრალოდ დედამისმა ტახტზე აიყვანა, იმიტომ რომ შემდეგ თვითონ ემართა სახელმწიფო და დედამის სადაური იყო აფხაზი. წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. ეს ვიცით, რომ ოსმალეთის იმპერიის დედა-დედოფალი, დედა-სულთანი იყო აფხაზი. ამ პერიოდში აბაზა მეჰმედ-ფაშა, რომელსაც აჯანყება აქვს დაწყებული იმის გამო, რომ როგორ გაბედეთ და სულტან ოსმან მეორე როგორ მოკალით და მუსტაფა როგორ აიყვანეთ ტახტზე. მთელი ანატოლიის ბეილერბეები ყავს შემოკრებილი და მთელი აჯანყება მიმდინარეობს იქ და დაკავებული აქვს სირია, ალეპო და ანატოლიის მნიშვნელოვანი ქალაქები. ესე იგი, მაგარი ფიგურა იყო ეს აბაზა მეჰმედ-ფაშა. მერე აპატიეს მას ეს აჯანყება, როდესაც მუსტაფა პირველი ტახტიდან ჩამოაგდეს და მურად მეოთხე მოვიდა. ხა ამ დროს როცა წიწამურის ესე ვთქვა ტრაგედია ხდება, ისა წავკისის ბაზალეთის ტრაგედია უკაცრავად, ამ დროს ოსმალეთის სულტანი არის მურად მეოთხე, მაგრამ არის მცირეწლოვანი და სახელმწიფოს აქაც დედამისი განაგებს. ოღონდ იმ დედაშვილისგან განსხვავებით ესენი პოლიტიკაში ერკვევიან. ეს ხალი განსაკუთრებით. და ისა რა ქვია, გიორგი სააკაძე ჩადის იქ. ჩვენ ვიცით ის ადგილი, სადაც მურად მეოთხემ გიორგი სააკაძე მიიღო თოფქაფის სასახლეში. ეს ცნობილი ადგილია, დღეს ყველა შეუძლია მისი მონახულება. ესეთი ერევნის კოშკი ქვია იმ ადგილს, იმიტომ რომ სწორედ ოსმალებმა რო ერევნის ციხე დაიბრუნეს და ამირგუნე ხანმა მხარი იცვალა, ოსმალებისკენ გადმოვიდა, გიორგი სააკაძეს იმის საპატივსაცემად ერევნის ოთახი აშენდა იმის და იქ მიუღია გიორგი სააკაძე. გამოგზავნეს ალეპოში, როგორც ჩანს, ახლა აქ არის ვერსია, რომ მან დაიწყო ინტრიგების ჩახლება. რა უნდოდა მას? უნდოდა დიდი ვეზირობა, ჩვენ არ ვიცით მას რა უნდოდა. ფაქტი ერთია, რომ ხუსრევ ფაშას გადაწყვეტილება მის მიმართ არ იქნებოდა ესე 60 მენდილზე მიღებული. ჯერ არზრუმში გამოაგდო. მერე ალეპოში გადაიყვანა. თან აქ მისი შვილი ავთანდილიც თან ახლავს. ხო, ეხლა რა შეა საქმე? როგორც ჩანს, აქ იყო არა უკვე პირადი მტრობა, აქ უკვე იყო გიორგი სააკაძის, როგორც ჩანს, რაღაცა გარკვეული კავშირები ირანთან. რა ხდება ამ დროს? 1629 წელია. ირანში ხოსრო მირზას, ანუ როსტომ ხანს, შაჰ აბასი გარდაიცვალა. შაჰის ადგილზე მოყავს
სეფი პირველი 1629-1652 წლებია ამ შაჰის მმართველობა. არ არის გამორიცხული რომ გიორგის მოუნდეს მაგალითად დაუკავშირდეს ხოსრო მირზას ან სეფი პირველს და გარკვეულწილად ითამაშოს გავლენა ამ ოსმალურ სპარსულ ურთიერთობებში და საბოლოო ჯამში 1629 წელს აი ამ ეჭვიანობის ნიადაგზე რომ პოლიტიკურად ფაქტობრივად გიორგი სააკაძე აღარ აწყობდათ ამ ოსმალებს ის მას თავი მოკვეთეს ალეპოში. ასე დაამთავრა სიცოცხლე საქართველოს დიდმა მოუროვმა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ავკარგიანი ადამიანი, მე ასე ვიტყოდი, რამდენი მინუსიც ჰქონდა, იმდენი პლუსი ჰქონდა. უბრალოდ ერთი პლუსით მაღლა. აი ესე შევაფასებ. ეს არის მარტყოფი. აი შემიძლია ეს გითხრათ გიორგი, ეს ისეთი თემაა, რომელსაც ვერ ამოვწურავთ ერთ ლექციაში, იმიტომ რომ ძალიან ერთ მოხსენებაში, იმიტომ რომ ძალიან ფართო მასშტაბის ფიგურა არის, თუნდ თეიმურაზი, თუნდ გიორგი. ამიტომ რაც შეიძლებოდა რომ მე მგონი მთავარი გვეთქვა ამ პიროვნებაზე, სწორედ ეს. კი, იმედი მაქვს რომ ძირითადი ნაწილი წარმოვადგინეთ. ძალიან საინტერესო პიროვნება. და საინტერესო როგორც აღნიშნე ამ ისტორიული რაღაცა გამონაკლისის გამო ქართულ ისტორიაში ჩვენ არ ამყავს მეფეების გარდა აქტიური პერსონები დიდი სამხედრო ფიგურაა ძალიან დიდი სამხედრო ფიგურაა ეს კი არის და თან რომელი არის პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ეპოქის აღმნიშვნელი ფიგურა არის საკამათო ფიგურა თუმცა სამხედრო ფიგურა ნამდვილად ძალიან დიდია დიახ მეგობრებო ეს გახდათ თემა გიორგი სააკაძის შესახებ მე წამყვანი ირაკლი მეპარიშვილი, სტუმარ გიორგი ახალკაციშვილი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ისტორიის შესახებ თხრობას. მომავალ კვირას კიდევ დაგიბრუნდებით. მომავალ შეხვედრამდე.